მოგესალმებით მეგობრებო. ჩავთოთ შუქი, სინათლე და ყველა ჭკუის კოლოფს მინდა მივმართო რა. კარგად შემომხედეთ და მომისმინეთ გულის ყურით. ეხლა უყურეთ, დაგპატიჟებთ ყველას ჯერ. და მერე ვნახოთ რა ხდება. გადაუზიარეთ მეგობრებს, ხო და ერთი წუთით დაგიპოსტავთ, ესე იგი რისი განხილვა მინდა დღეს რა. აი ეს ვნახოთ და კიდევ ერთ დაგიპოსტავთ. აი ეს ვნახოთ. გიორგი ხიზანიშვილი ან ხიზანა, რა ვიცი ვინ. ესე იგი გიორგი ამბობს, რომ ბიბლიური ტექსტის პირდაპირ ზედაპირული გაგება ხშირად არა მხოლოდ მცდარია, არამედ სახიფათოც, რადგან ის კარგავს იმ მრავალშრიანობას, რაზეც დგას მთელი თეოლოგიური ტრადიცია. წმინდა წერილი განმარტებისას ეგზეგეტიკისას არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური მიდგომა, რომელიც გვეხმარება ტექსტის მიღმა ჩახედვაში. ბევრი ფრაზა, რომელიც ქართულად ან სხვა ენაზე პირდაპირ ითარგმნება, ორიგინალში სულ სხვა ემოციურ და ლოგიკურ დატვირთვას ატარებს. ბიბლიაში არის პოზიცია, ფსალმუნები, იურიდიული კონტექსტი, ლევიტელთა წინასწარმეტყველური ხილვები და ისტორიული ქრონიკები. თითოეულ მათგანს კითხვის განხილვის განსხვავებული წესი აქვს. პირდაპირი გაგება ჰგავს ადამიანის ჩონჩხის ყურებას, ფორმას, ხედვას, მაგრამ ვერ ხვდები მის პიროვნებას, ხასიათს და სულ ფშატის დონეზე მსჯელობ კი მხოლოდ ზედაპირული ანარეკლია იმ ოკეანისა, რასაც წმინდა წერილი ჰქვია. ენობრივ ბარიერზე მეტად აზრობრივ ბარიერს ვაწყდებით, ამიტომ არის საფრთხილო და მე მინდა აი ესეთ ადამიანებს უთხრა რა. ბიჭო, მომხედე ერთი წუთია, კარგად დამინახე, უყურე, ზრდასრული ქალბატონი ვარ, ხო? უმაღლესი განათლებით. აკადემიური განათლებაც შემიძლია და ყველანაირი განათლება, რაც კი არსებობს, შეიძლება მოგაწოდო. ეხლა უყურე, ეს წიგნი მიდევს აი აქ სამში. ნახე, ამ წიგნში არის დაწერილი ის, რაც წერია. მე-6 კლასის დონეზე მეთქი გეუბნები რა. უყურე, ეხლა კარგად მომისმინე. როდესაც მე ეს წიგნი მომკიდა შენმა დეგენერატმა ვიღაცამ, რომელიც ამ წიგნებს უშვებს. მაგალითად, ილიას ხელმოწერით. აგერ ხელმოწერა აქვს ილიასი, ხო? მე არ ვიცი ვინ ახარ შენ საერთოდ, მაგრამ ეს წიგნი ხომ მომყიდა მე ვიღაცამ. ეხლა უყურე, თუ ამ ბიბლიაში ჩონჩხისებრი ის ისტორიაა გადმოცემული, ჩონჩხად, როგორი ისტორიაც გადმოცემულია, მე ეს ხომ მომყიდა ვიღაცამ. ხო, მომყიდა. ხო, ვიყიდე მე, ფული ხო გადავიხადე ამაში. იმისთვის ვიყიდე, რომ დეკორად მედო სახში, მაგის დედავატირე. თუ ვინმე მომყიდა ეს წიგნი და თუ ვინმე ამ ჩონჩხისებრ ჩაწერა ამ წიგნში ის ისტორია, რაც თქვენი ძალიან საინტერესო, რა ვიცი მე, ესეთი დასაცავი ისტორია, მაშინ მაინტერესებს ერთი. მე უნდა მეჩხუბოთო იმ გამყიდველს. მე უნდა მეჩხუბოთო იმას, ვინც ხელი მოაწერა ამ წიგნის ჩვენ მართლმადიდებელი ოჯახების ყოველ ოჯახში დადებისთვის. მაინტერესებს ახლა მე უნდა მომკითხო აქ რომ მე არ ჩავწერე ის ტექსტები, რომელი ტექსტებიც იგუდებთ რაბებსა და მღვდლებს, მაინტერესებს რომ ჩემი ბრალია თუ შენი ბრალია, თუ ვისი ბრალია ეს, გამაგებინე. მე განვიხილავ იმას, რაც წერია აქ, რაც მომყიდეს 35 ლარად, აგერ წერია 35 ლარი ღირდა ეს. აი 35 ლარი, მოიცა? განახო კარგად დაგინახე. კარგად 35 ლარი. როდესაც ეს წიგნი 35 ლარად მე მომყიდა ვიღაცამ ილიას ხელმოწერით, გინდა განახო ვისი ხელმოწერით არის გამოშვებული? იბეჭდება სრულიად კათოლიკოს პატრიარქის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, რაც უწმინდესი და უნეტარესად წოდებული ეგრე ბრჭყალებში უნდა იჯდეს. აი ესე. უწმინდესისა და უნეტარესის აი ესე ბრჭყალებში უწმინდესი და უნეტარესი, იმიტომ რომ ღვთის ტიტულია, ილია მეორის ლოცვა კურთხევით და არა თამარ გეფართის ლოცვა კურთხევით, გესმის? ხომ კარგად გაიგე, ეხლა მე რას ვაკეთებ? აი ეს წიგნი, რომელიც ილია მეორის ლოცვა კურთხევით მე მომყიდეს 35 ლარად,
მაინტერესებს რომ ჩამიწერეს აქ ის ისტორია რაც ჩამიწერეს გინდა იყოს ეს ჩონჩხისებრი გინდა იყოს ეს კუდუსუნისებრი გინდა იყოს ეს ფეხის ტერფისებრი თუ სრული ეგ მე საერთოდ არ მაინტერესებს რა ჩემო კარგო გიორგი სრულად იმან განიხილოს ვისაც ტექსტებზე აქვს წვდომა და მე რაზეც მაქვს წვდომა ჯერჯერობით იმას განვიხილავ მეთქი გესმის ეხლა არ დამიწყოთ აქ დიდი ფილოსოფოსობა და აკადემიურობა იმ ხალხმა, ვისაც წვდომა აქვს ლიტერატურაზე, რომელიც საპატრიარქოს კედლების მიღმაა და იმის ვატიკანის კედლების მიღმაა. ბიჭო, მე არა მაქვს ეგ წვდომა, მომცენ ის წიგნები და იმის მიხედვით ვიმსჯელებ. მე რა ნაგავიც დამიდეს წინ, იმ ნაგვით ვსჯელობ, გაიგე? ზედაპირულია ეს თუ სიღრმისეული მე განვიხილავ იმ მძღნერს, რაც წინ დამიდეს, მართლმადიდებელმა მღვდლებმა, მათ შორის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, იმ მძღნერს თავის სიღრმისეულად განვიხილავ. გაიგე ახლა რას გეუბნები? და ხმარ, კრინტი არ გავიგო ესეთი ხალხისგან, ვინც მეუბნება, რომ სიღრმისეულად ზედაპირულად ამის განხილვა ეს იმას ნიშნავს, რაც ჩონჩხი დაინახო და მისი სისრულე არა. ბიჭო, დამანახე მისი სისრულე, მომეცი ის წიგნები, ის ტექსტები მომეცი, რომელიც შენ ჩუმჩუმელად წაიკითხე კედლების უკან. რას მეკითხები? მე იმას ვკითხულობ, რაც მომეცი. რაც გადმომიგდე ესე საჯიჯგნად, ხო? აი ხო გადმომიგდე ესე და რაც გადმომიგდე იმას განვიხილავ თავის სიღრმეებში. და ამაზე უფრო სიღრმისეულად ვიდრე მე ახლა განვიხილავ აი ამ წიგს, მე მგონი საქართველოში არც ერთ მღვდელს არ განუხილავს რა. თავისი რუკის ჩამოყალიბებით და თავისი ზეპირად დამახსოვრებული სახელებით და გვარებით, ბიჭო. შენ მეუბნები რომ მე ამას ზედაპირულად განვიხილავ, ზედაპირულად განიხილავს ბებია შენი რა, რო იცოდე რა. მე ამას ყველაზე სიღრმისეულად განვიხილავ, ეხ დღეს საქართველოში თუ ვინმეს ბიბლია განუხილია რა. მართლა გეუბნები ოღონდ. და ის მძღნერი რაც აქ დამიწერე და 35 ლარად მომყიდე, შენ კენი თუ შენმა ვიღაცამ ეგ მე სულ არ მაინტერესებს რა მძღნერი ჩამოაყალიბე, რა მძღნერიც ჩამოაყალიბე, ის მძღნერი მიდევს აქ სახში. 35 ლარად ნაყიდი. ეხლა შენ მთხოვ რომ ეს მძღნერი არ წავიკითხო? მაშინ გადავაგდოთ და მოусვათ პირდაპირ ფეჩი, აგერ მაქვს და ვატაკებ ფეჩში. გაწყობს ეგ? არა მღვდლებმა უნდა იკითხონ ცალკე და მერე ეს სიყლევა უკაცრავად, რაც ამ წიგში ახლა დღემდე წავიკითხე, თუნდაც თავისი ჩონჩხით, რასაც მეუბნება, ხო? ჩონჩხი ბიჭო არის სიდებილე. ამ სიდებილეზე აგებული არის თქვენი ხორცი. ის ტექსტები, რომელიც იქით აქვს დამალული. დღეს ქონა მე სხვათა შორის ჯორჯიოსთან საუბარი, პირადი საუბარი და ტიპი მეუბნება რომ ეს იახვეო, რომელიც აი აქ არისო, შენ რასაც კითხულობო, ხო? თუნდაც ბაბილონის სახითო. ეგო ყველაზე დაბალი დონის იახვე არისო და მაღალი დონის იახვეო ბაბილონის ისტორიაო. მოთხრობილი რაც არისო, იმ ტექსტებზე წვდომა მე მაქვსო და ისინი იქ არისო, სადღაც არ ვიცი სად არის, ივრითულ ენაზეო. ბიჭო, თუ ივრითულ ენაზე ბაბილონის ისტორია ჩვენ მოგვეჭით მხოლოდ ნაგავი, ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ ნაგავს. აბა რა გიკვირთ ვერ გავიგე, თუ ნაგავს გვაძლევ, ნაგავში ვიხედებით. თუ გვაძლევ ოქროს, ვხედავთ ოქროს. თუ შენ ოქროს მოცემა არ გინდა და მე ნაგავს მაძლევ და მეუბნები რომ ეს ნაგავი სინამდვილეში ოქროა, მაშინ ის ოქროც დამანახე, ბიჭო, რა იყო, ზედაზი ხარ კრუხივით? ყველა იმ ადამიანს ვეუბნები, ვინც თეოლოგია და ვინც ამ საკითხებში სიღრმისეულად განიხილავს. შენ თუ ოქროები გაქვს, მე ნაგავს რატომ აძლევ მაშინ? ნაგავია აქ რაც წავიკითხეთ. 42 თავამდე ნაგავია, იცოდე რა? სიღრმისეულად ნაგავია, გეუბნები რა? და თუ გაყალბებულია აი აქ რაც არის ისტორია გაყალბებული, ეგ ჩემი პრობლემა არ არის. მე კი არ მომკითხო ეგ, ბიჭო. წადი და იმ ილია მეორის მოკითხე მეთქი რა. ილია მეორე, რომელიც არის ჩაძაღლებული ახლა და დევს იქ. ეკლესიის რომელიღაცა საძირკველში, სადაც ნაგავი იყო, ამოიღეს და ჩადეს მეორე ნაგავი, ილიას გვამი. აყროლებული გვამი რო ჩადეს იქ, ხო? აყროლებულ გვამებზე დგას დღეს საქართველოს ეკლესიაც და როგორც ჩანს ივრითული სინაგოგებიც. ხო და ჯორჯია მეუბნება რომ შენ შეურეწყობა მიაყენეო ერსო, მე არავის ერისთვის შეურეწყობა არ მიმიყენებია
თავისი დაწერილია ესა. აი ეს ციგნები მაგათი დაწერილია. თუ ვინმეს მოკითხვა უნდა ჩემთვის, მე რაც წავიკითხე ის განვიხილე. თუ ვინმეს ნაგვათ ეჩვენება ეს თავის დამწერს მოკითხოს. რაც წერია ის განვიხილე. როგორ ნაგვათაც წერია ისე ნაგურად განვიხილე. აქ არაფერი წერია ზე აღმატებული გონის სააზროვნო, იმიტომ რომ არაფერი არ წერია ზე აღმატებული გონის სააზროვნო. და თუ ზე აღმატებული გონის სააზროვნო ტექსტები თქვენ გაქვთ და თქვენ ინახავთ, ჩვენ რას გვაბრალებთ? მე გითხარით ვინც მოგცათ ნაგავი და ვინც ნაგავი მოგცათ, იმათ ებრაელები ხოცეს და დაწვეს რაბინული ლიტერატურა. რაბინული ხო და მე ადექით ეს შენ თქვენი ყველანი, ვინც ხოცეს და ჟლიტეს და მიადექით ილიას, ბიჭო. მე რა, აქ რომ მომყიდე ეს ციგნი, აქ მომყიდეს მე ეს ციგნი, გესმის? მე ხლა ისე ვიმშელებ, როგორც თქვენ, როგორც იუდას უპასუხეს რა. იუდამ რომ მიუყარა ეს 35 ვერცხლი თუ 30 ვერცხლი. რატომ მიუყარა? იმიტომ რომ იუდამ დაინახა რომ არასწორობას ჩადიან ის მღვდლები, ვისგანაც იყიდა. არც კი მოელოდა რომ ჯვარს აცმევდნენ ისინი, მაგრამ ეხლა მე გეტყვი თქვენ რა, თუ იუდას უკან მიუყარეს ის ფული, ბიჭო, აგერ მე რაც ვიყიდე, ჯერ შევისწავლი, ჯვარს ვაცვავ ეხლა ამას და მე უკან მიუყრი იმ ფულს. გესმით? უკან მივუყრი. ეხლა უნდათ რომ არ ვიკითხო ის რაშიც ფული გადაიხადეს, მე გადავიხადე ფული. მე შევისყიდე. ხო შევისყიდე, ეხლა შემიძლია გავაკეთო ამ ტექსტით ის რაც მე მსურს. გინდა ვილაპარაკო, გინდა ვიქადაგო, გინდა გავარჩიო, გინდა სიდებილე ვუწოდო და გინდა სიმაგრე ვუწოდო. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, გესმის? და დანარჩენებმა რაბებმა ვინც ეს ციგნი გაყიდეს, იმათმა მოჰკითხონ იმას ვინც გაყიდა ეს ციგნი. მე ნუ მეკითხებიან ამას. გაიგეთ? რაშია საქმე? ილიას არ უხოცია ვატიკანმა ხოცა ლუთერმა და ბიზანტიამ. ხო და წავიდნენ ვატიკანთან მიუხტნენ და იმათ მოკითხონ. ლუთერს მიუხტნენ, ამოიღონ იქიდან მიწიდან და გადააგდონ მტკვარში, რაინში. სადაც გინდა იქ მივიდნენ და იმათ მოკითხონ. მე რას მეკითხებიან? მითხარი, მე ამაზე დიდი სიდებილე არსად არ წამიკითხავს, მეთქი გეუბნებით რა. ესეთი დებილური ციგნი, რაც ეხლა მე წინ მიდევს, არსად არც ერთ ციგში არ წამიკითხავს. თუ ამაზე უფრო კარგი ტექსტებია ბაბილონის სახელით, ქანაანის სახელით, ეგვიპტის სახელით, თუ რისის სახელით, აბრაამისა თუ სარას სახელით, მომეცით მეთქი ეგ ტექსტები მიყვარს, მე მაგის კითხავდა და წავიკითხავ, აი ესე საჯაროდ, როგორც ამას ვკითხულობ. და მე თუ იმასაც მაღალფარდონულ დონეზე დაწერილ ტექსტსაც დაბალფარდონულ დონეზე წავიკითხავ, მე მომკითხეთ. მე ვკითხულობ ეხლა რა მოჯმაც აქ მიდევს იმ მოჯმულ წიგნს, გაიგეთ? დანარჩენები მოკითხეთ სხვებს. ბიჭო, ვინ არიან ესენი რა, გადავირიე რა. უნდათ ეხლა მომყიდეს ნაგავი და უნდათ რომ აქედან ოქრო გამოვიყვანო და ის დავინახო რაც აქ არ წერია? რაც აქ არ წერია, იმას ვერ ვიტყვი ჯერ, იმიტომ რომ რაც წერია იმას განვიხილავ თქო. არ არის მართალი მარინოს? აქ რომ მეუბნება ეს რომ თავისი ცოლი დადგა ასაღა და საერთოდ არ მიხსნის, რატო გააკეთა ეგ? მე საიდან მოვიტანო და საიდან დამესიზროს ღმერთს რა ქონდა თავში ჩადებული ტყუილს რო ეუბნებოდა იქ. იმას აბრაამს რო ავალებდა რომ მოიტყუეო. მითხარი ბიჭო, თუ წერილი არ მაქვს წაკითხული სადღაცა ვიღაცის დაწერილი ფაქტი არ მაქვს წაკითხული რომ ღმერთმა ეს თურმე იმიტომ უთხრა რომ ამიტომ და ამიტომ აბა მითხარი მე სხვა რა გავიგო ამ ტექსტში, რომ ეს ტექსტი არის სიდებილე, რომელი ღმერთიც ავალებს აბრაამს, რომ წადი შენ ეგვიპტეში, მოატყუე იმ ხალხს და შენი და, რომელიც შენი ნახევარ და, რომელიც შენი ცოლია, დად გაასაღე. მითხარი ამაში აღმატებულობა რა უნდა დავინახო, მე თუ არა ამ ღმერთის სიბრმავე და სიბეცე და სიმხდალე. გამაგებინეთ რა ბიჭო რა. ნაგავს მიდებ, ნაგავს მყიდი, ნაგავი უდევს ჩემნაირად რამდენ ოჯახს საქართველოში, იცი? ამას რომ ბავშვი წაიკითხავს, არ იტყვის კაცო ღმერთი თუ დაბოზაობს. მე რატო არ შეიძლება რომ დავიბოზაობდე და თუ ღმერთი კლავს, მე რატო არ უნდა ვკლავდე? მითხარით ერთი რა, გამაგებინეთ რა. ამას რომ ჩვენი ბავშვები წაიკითხავენ.
არ გაუჩნდებათ ეგ კითხვა? სად ეძებონ ეხლა ჩვენმა ბავშვებმა ის თორას წიგნები და იმის წიგნები, რა ქვია მაგას თალმუდის წიგნები, სად ეძებონ, მითხარით? სანამ იმ თალმუდამდე და თორამდე მივლენ, აგერ არ უდევთ ნაგავი? აგერ არ ისწავლიან ნაგავს? აგერ არ დაიწყებენ მრუშობას? აგერ არ დაიწყებენ კაციჭამიაობას? გამაგებინეთ ერთი თუ არა? ვინ არის პასუხისმგებელი რომ არ დაიწყებენ ის ბავშვები, რომლებიც ღმერთისგან გაიგებენ რომ აგერ იქ თავისი არჩეული კაცს თავისი შვილის დაკლა მოსთხოვა, აგერ იმას მოატყუა რომ თავისი და ცოლად ცოლი და დად გაესაღებინა, აგერ იმას მოატყუა რომ წადი და ის ქალაქი აჩეხე. მითხარი, აბა მითხარი, რომელი წიგნებიდან მეტყვიან რომ გამირჩიეო, მითხარი. მღვდელს რომელი წიგნიდან უნდა მოვკითხო? იმ წიგნიდან რომელიც არ დამიდო წინ, თუ იმ წიგნიდან რომელიც დამიდო წინ, როგორც საფრთხო წიგნი? ახ, ბიჭო, ვინ არიან? არა, ის წერილები ხო გააქრეს. მაგდალინელის სახარება გააქრეს. ერთი წუთი ახლა ვეგეთქვი. სად არის ენოქის წიგნი? აქ არისო? აი წიგნი. აი ენოქის წიგნი, რომელიც გერმანულიდან თარგმნილი, გამქრალი იყო ქართული საზოგადოებიდან. რატო ჰქონდათ ეს ებრაელებს და ქართველებს არ ჰქონდათ? ამ წიგში რომ სიმაგრეები წერია, ამ მძღნერობას რო ამ ხელს. ხო? ეს გამქრალი იყო ქართული საზოგადოებიდან. მათუსალა საიდუმლოება. რატო არის ეს? დღემდე ისეთი წიგნი, რომელიც სანთლის შუქით რო უნდა ეძებო. რატო? აქ არ წერია მედიცინა? აქ ძალიან კარგი მედიცინა წერია, რომელიც ფარმაციას პირდაპირ კლავს. აი ამ წიგნი, რომელიც აპოკრიფებია და ეხლა ვეგეტყვით. იონეს საიდუმლო წიგნს შეიცავს, იაკობის საიდუმლო წიგნს, იაკობის პირველი გამოცხადება, იაკობის მეორე გამოცხადება, ადამის გამოცხადება, პავლე მოციქულის გამოცხადება, სამყაროს შექმნის შესახებ წერია აქაც. დიალოგები მაცხოვართან, წმინდა წიგნი, უხილველი სულისა, ნათლისღების რიტუალი, ეგვიპტელზე სახარება, ვალენტინთა რიტუალი, საკითხავია, თომას სახარება. რატო არის ეს აპოკრიფები? ეს აპოკრიფად გამოცხადებული რახან ლომი ახატია ზედა რახან ლომი დაახატეს? ეს არის ის ქმნილება, რომელიც სოფიამ შექმნა. ეს არის იხვხ და ეს არის იალდაბაოთი. მითხარით, რატომ იყო ეს წიგნები არ ჩანდნენ? რატომ არ ჩანდნენ ეს წიგნები საქართველოს საზოგადოებაში? თუ არ იყო ჩვენთვის საინტერესო, ისეთი მაღალფარდონულია, რომ ამებს ვერ გავიგებთ და მხოლოდ ამ მძღნერს გავიგებთ, ხო? კარგი, გავიგებთ მაგ მძღნერს. ეს რომ წავიკითხე ძალიან ბევრი რამე გავიგე და გავნათლდი. დიახ, ეხლა გეტყვით. აი ეს წიგნი, რომელსაც გნოსტიკური სახარება ეწოდება. გნოზისი არის შინაგანის სამყაროდან გამოწვეული და გამომდინარე ცოდნა, რომელსაც ქრისტე გვეუბნება შენს გულში იმოგზაურე. სად არის გული თუ არა შენს შინაგანში? კარგი, თომას სახარება, მარიამ მაგდალინელის სახარება, იუდა ისკარიოტელის სახარება, პეტრეს სახარება, ბერძნოლის სახარება, უცნობის სახარება, ნიკოდემოსის სახარება, იაკობის სახარება, ფილიპეს სახარება საიდუმლო სერობისა, წიგნი პეტრეს ფილიპესთვის მიწერილი, წიგნი თომა მოციქულისა, ჰიპოსტაზები არქონტებისა, ანუ საუმეუფო მთავრებისა, ბარუხის წიგნი, განჭვრეტა უსხოსი, ქადაგება ზოსტრიანოსისა, ლოცვა მადლიერებისა, ლოცვა პავლე მოციქულისა. ეს წიგნები მითხარი არისო? არ არსებობდა თუ მერე მოიგონეს და მერე შეთხზეს ვიღაცებმა? თუ არსებობდა, რატო გვიმალავდნენ? რატო გვიმალავდნენ ის ხალხი, ვინც ეს ნაგავი მოგყვიდა ჩვენ 35 ლარად? რატო გვიმალავდნენ მითხარით? ეგ შენ საპატრიარქოს უხარი რას მედავები? შენ არ გედავები, ჯორჯიო. მე ვედავები იმ გიორგის, რომელ გიორგიმაც მომთხოვა მე მაღალფარდოვნულად განიხილე და სიღრმისეულათო. სიღრმისეულად, ამაზე სიღრმისეულად არ განხილულა მეთქი ჯერ სოციალურ სივრცეში ეს წიგნი. და არც ერთ ოჯახში ამაზე სიღრმისეულად არ განხილულა, რასაც მე ახლა პირდაპირ ეთერიდან ვაკეთებ.
გარდა ამ წიგნებისა და ამ წერილებისა, რატო არის ის წიგნები და ის წერილები დაფარული, რომელიც 70-მა მოციქულმა ქალმა დაწერა? მითხარით, ქრისტეს 70-მა მოციქულმა ქალმა. ეს რა არის? აქ აი ძველი აღთქმის მოჯმა აქ არის და ახალი აღთქმა ნახეთ. ეს არის ახალი აღთქმა. რატო არის ასეთი ცოტა ახალი აღთქმა? ვერავინ ვერ გაიგო ქრისტემ რა იქადა თუ ვერ დაწერეს. მაგრამ ვინც დაწერა გააკრეს. ვინ გააკრო? ნიკიას კრებაზე მჯდომმა მძღნერებმა, რომლებმაც 360 და რამდენიმე თუ 320 და რაღაცა მღვდელმა ბანძმა თავიანმა მღვდელმა გადაწყვიტა რომ ეს წიგნი არ არის კარგი, ეს წიგნი კარგია, ეს წერილი არ არის კარგი, ეს წერილი კარგია. და ვინც შეეწინააღმდეგა რა უქნა? დაწვა. რატო დაწვა ის ადამიანი, რომელმაც თქვა რომ ეს წიგნი აუცილებელია ადამიანებისთვის? რატომ დაწვა? ქრისტიანი იყო და იმიტომ? ქრისტეს დაუდგა მხარში და ქრისტე დაიცვა დაწვით? თუ რა ჩემი ფეხები გააკეთა მითხარით იმან? და წმინდა მამათ რო შერაცხეს? ისევე წმინდა მამათ უნდათ რომ შერაცხონ ახლა ილია მეორე, რომელიც მოჯმის მეტი არაფერი გააკეთა და თავისი სოკოიანი, ხელფეხიანი თითებით ბავშვები მონათლა. მითხარით, რა გააკეთა ამ მძღნერმა კარგი? რომ წმინდანად უნდათ რომ შერაცხონ. ჯერ სიცოცხლის მანძილზე ხომ უწმინდეს და უნეტარესი ძახილი არ ეყო, ახლა წმინდანად უნდათ რომ შერაცხონ. რატო 70,000 ადამიანი თუ 100,000 ადამიანი რომ ინცესტში ჩააგდო? ამ მამებისთვის წმინდა, კი, იმიტომ რომ ინცესტი აქაც მოსულა. აგერ ღმერთმა ის ადამიანი აირჩია ლოტი, რომელსაც თავისი ორი შვილისგან თესლი გაამრავლა. დიახ, აბრაამა თავისი დამოიყვანა, ცოლად სხვა ქალი არ იყო და იმიტომ თურმე. თქვენ ალაოები ხო არა ხართ მართლა ყველანი? საზოგადოება გამოკლევდით თუ რა ხდება? და თუ არ გამოკლევდით ბიჭო და თუ არ გინდათ რომ ეს რაც ჩემი პირიდან გამოვიდა თქვენ მოგეწეპოთ, ხო? მაშინ გამოფხიზლდით. გამოფხიზლდით მეთქი და მოკითხეთ იმ ხალხს, ვინც წერილებს გიმალავთ თქო, გესმის? არ შეიძლება ამის კითხვა, ვინ მოგცა თურმე ბიბლიის წაკითხვის უფლება? ვინც იმან მომცა, ვინც ეს წიგნი მომყიდა. თუ ამ წიგნის წაკითხვა არ შეიძლება საჯაროდ, მაშინ არც უნდა მომყიდოს, ბიჭო. რატომ მომყიდა? ფული კარგად გააკეთა, ხო? და ეხლა არ უნდა წავიკითხო? რატო არ უნდა წავიკითხო? ვისი ტრაკიც საქმეა მე ამ წიგნს წავიკითხავ თუ არა თუ მომყიდა? მაშინ მიუვიდეს იქ, მიუვარდეს იმას და მოკითხოს იმას, რატომ ყიდით ამ წიგნს იმ ხალხს, რომელიც არ არის იმ საღვთისმეტყველო წერილებში გარკვეული. იმას მიაკითხეთ მეთქი, გესმის? ბიზნესი ვინც აწარმოა ამ წიგნიდან, იმას მიაკითხეთ და ის ჩამოახრჩეთ. მე ვინც მომყიდა, სამართლიანად ვიყიდე და ვლაპარაკობ, ვკითხულობ რაც აქ წერია, იმიტომ რომ ვიყიდე ეს წიგნი. და კიდევ 100 ჯერ გეტყვით რომ ვიყიდე, იმიტომ რომ ასე უთხრეს რაბებმა იუდას, ვიყიდეთ ეგ კაცი. მეც ვიყიდე ეს წიგნი, თქვენი წიგნი ვიყიდე 35 ლარად. არ დაგევასათ? მოკითხეთ იმას, იუდას მოკითხეთ, ვინც გაყიდა ეს წიგნი. და ეს მუდმივი სამყარო კიდე ტვინს ბურღებს. ბოლომდე სიმართლე არ გაიხსნება, ჯერ არ დამდგარა. შენ კითხა ზუსტად ღმერთი როდის არის დამდგარი დრო და როდის არა, ხო? სულ შენ შეგეკითხება ეხლა ის ღმერთი რომ აი მუდმივი სამყარო სანამ იტყვის, როდის დადგა ჟამი და დრო, მაშინ გავაცხადებ სიმართლესო. ტრაქში შეიკვეთეთ ეგ სიმართლე თუ არ გინდათ მაგის გაცხადება. ვისაც უნდა ის გაიგებს და იმას ესმის კიდევაც არ სჭირდება მას გაცხადება. გაცხადებულია უკვე ყველანაირი სიმართლე. ყველაფერს არ დააქახდილი. თქვენნაირები იყვნენ ჭაობში, სიბნელეში, სადაც აი უნდა სინათლის დანახვა. ოღონდ სინათლე არ დავინახოთ და დავიწვევით. ამდენი
ეხლავე გეტყვით რამდენი გვერდია 788 გვერდიანი მოჯმა მიდევს აქ დიახ ვისაც არ გევასებათ აქ რაც წერია დამწერს მოკითხეთ წავედით ეხლა გავაგრძელოთ თავი 42-ზე ვიყავით და თავი 53-ზე მივიდეთ ბოლომდე და აქ პასუხი გაგვეცემა ეხლა რა მოჯმაზია საუბარი გაიგო იაკობმა რომ იშოვებოდა პური ეგვიპტეში და უთხრა იაკობმა თავის შვილებს რას უყურებთ უთხრა აჰა შევიტყვი პური იშოვება თურმე ეგვიპტეში ჩადით იქ და გვიყიდეთ პური რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ ჩავიდა იოსების 10 ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში, ხოლო ბენიამინი იოსების ძმა არ გაყოლია. იაკობმა მის ძმებს თქვა, უბედურება არ შეემთხვესო. მივიდნენ ისრაელიანები სხვა მიმსვლელებთან ერთად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში. იოსები იყო ხელისუფალი ქვეყანაში, ის იყო იმ ქვეყანაში ხალხის დამპურებელი. იოსების ძმებიც მივიდნენ მასთან და მდაბლად თაყვანის წეს. დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო, მაგრამ არ გაამხილა თავი და მკაცრად დაუწყო ლაპარაკი. უთხრა, საიდან მოსულ ხართ? მიუგეს ქანაანის ქვეყნიდან პურის საყიდლად. იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი. გახსენდა იოსებს სიზმრები მასზე, რომ დაესიზმრა და უთხრა, სტოვრები ხართ. ამ ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედით. უთხრეს, არა ბატონო, პურის საყიდლად მოვედით შენი მორჩილნი. ერთი მამის შვილები ვართ ყველანი, პატიოსანი ხალხი ვართ, არ არიან სტოვრები შენი მორჩილნი. უთხრა, არა, ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედითო. უთხრეს, 12 ძმანი ვარ შენი მორჩილნი, ერთი მამის შვილები ქანაანის ქვეყნის მკვიდრნი. უმცროსი ახლა მასთანაა, ერთი აღარა გვყავს. უთხრა იოსებმა, ასია როგორც გითხარით, მსტოვრები ხართ მეთქი. უნდა გამოგცადოთ ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, ვიდრე თქვენი უმცროსი ძმა აქ არ მოვა. გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა. დანარჩენები დატყვევებულები იქნებით, მაშინ გაირკვევა თუ მართალს ამბობთ, თუ არა და ფარაონს ვფიცავ, სტოვრები ხართ. 3 დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი. უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს, ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით, თვით ღვთისმოშიში კაცი ვარ მე. თუ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, სხვები წადით და მიუტანეთ პური თქვენიანებს. აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი. დათანხმდნენ. უთხრეს ერთმანეთს, მართლაც დამნაშავენი ვართ ჩვენ ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა, ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი. მიუგო მათ რეუბენმა და უთხრა, ხომ გეუბნებოდით ბეშავის ბავშვის ცოდვაში ნუ ჩავდგებით მეთქი. თქვენ კი არ დამიჯერეთ და აჰა, ახლა მოგვიკითხა კიდეც მისი სისხლი. არ ეგონათ რომ ყველაფერი ესმოდა იოსებს, რა კი თარჯიმანი იყო მათ შორის. შეტრიალდა იოსები და ატირდა. მერე მოუბრუნდნენ მათ და ელაპარაკა. გამოაჩინა მათგანი სიმონი და მათ თვალწინ დაადო ბორკილი. ბრძანა იოსებმა. ხორბლით აევსოთ მათ შავკანიანები, გადახდილი ვერცხლი მათ ვაშკარანებაში ჩაედოთ და საგზალი მიეცათ. ასე მოიქცნენ. აკიდეს პურის სახედრებს და წავიდნენ. ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა სახედრისთვის საკვები რომ დაეყარა, მოხსნა პირი ვაშკანს და დაინახა თავისი ვერცხლი. ვაშკანის პირზე დევს იგი. უთხრა ძმებს, დაუბრუნებიათ ჩემი ვერცხლი, აჰა ჩემს ვაშკარანში დევს. გულზე შემოეყარა და შიშით უთხრეს ერთმანეთს, ეს რა გვიყო ღმერთმა? მივიდნენ იაკობთან თავიანთ მამასთან ქანაანის ქვეყანაში და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს,
ეს კანაანის ქვეყანა არ არის ამათი. ეს არის ნათხოვარი მიწა. აბრაამი ჩავიდა კანაანში და იქ დასახლდა. ხო, თავისი ძმის მიწაზე. მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი, სწორებად მიგვიჩნია. უთხარით, პატიოსნები ვართ, სწორები არ ვართ. 12 ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები, ერთი აღარა გვყავს ცოცხალი, უმცროსი ახლა მამასთანაა კანაანის ქვეყანაში. გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის პატრონმა, ამით გავიგებ პატიოსნები ხართ თუ არა, ერთი ძმა დამიტოვეთ, თქვენ კი აიღეთ პური თქვენიანებისთვის და წადითო. მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და დავიჯერებ, რომ სწორები არ ხართ, რომ პატიოსანი ხალხი ხართ, მოგცემთ თქვენს ძმას და მშვიდობით გაივლით ამ ქვეყანას. როცა გადმოაცარიელეს თავიანთი ვაშკარანები, თითოეულის თავისი ვერცხლით სავსე ტომსიკა აღმოჩნდა ვაშკარანში. დაინახეს თავიანთი ვერცხლი მათ და მათმა მამამ და შეეშინდათ. უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ, შვილები წამართვით. იოსები აღარ მყავს, სიმონი აღარ მყავს, ახლა ბენიამინი მიყავთ, ყველაფერი მე დამატყდა თავს. ასე უთხრა რეუბენმა მამამის, ჩემი ორი შვილი მომიკალი თუ უკან არ მოგიყვანო, მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ. უთხრა იაკობმა, ჩემ შვილს ვერ გაგატანთ, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა შემრჩა. რამე უბედურება შეხვდება გზაზე, სადაც მიდიხართ. გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში. შავშეთი ხო არ არის შავშეთთან კავშირში. მოკლედ ერთი სიტყვით ეს ძმები მივიდნენ ამ იოსებთან. იოსები ამ დროს უკვე ვინც არ იცის, იოსები ამათმა ჩააგდეს ჭაში, ჯერ მოკლა უნდათ. მერე რეუბენმა გადაარჩინა, რომ არ მოკლათო და ჭაში ჩავაგდოთო, ჩააგდეს ჭაში, გამოიარეს ისმაილის შთამომავლობის ქარავანმა და ისმაილმა, სანამ ისმაილი ამ ჭასთან მივიდოდა, მანამდე ვაჭრები მივიდნენ ჭასთან, ამოიყვანეს ეს პატარა ბიჭი და მიყიდეს ამ ისმაილიანებს. წაიყვანეს ისმაილიანებმა, მიიყვანეს ეგვიპტეში, კანაანის, ანუ ქამის შთამომავლობასთან და მიყიდეს იმათ. ეხლა იქ გაიზარდა და გახდა დიდი ფარაონის მეორე კაცი, უფრო სწორად პირველი კაცი გახდა რა. ფარაონი ვინ ჩემფეხები იყო, როცა ეს იყო განმლაგებელი, გამგებელი ამ ყველაფრის. ეხლა ნახეთ, მივიდნენ ძმები და ეს ძმები კი არ მოკლა და კი არ დაიჭირა, შური არ იძია იოსებმა. იმიტომ არ იძია შური, რომ კეთილი ადამიანი იყო, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში მამასთან ცუდი ამბები მიჰქონდა ამ ძმების შესახებ და მამამისმა მე ისეთი დებილობა გააკეთა, რომ იმ ძმებს ეს შეაშურა, ეს შეაძულა, რატო? იმიტომ რომ განსაკუთრებული ტანსაცმელი შეუკერა და შემდეგ ამის გამო შეშურდათ ძმებს და ჩამოვარდა შუღლი. ისევ და ისევ თავი და ძმებს შორის შემძულებელი არის ისევ მშობელი, როგორც იაკობთან და თავის ძმასთან სარა, ისი ამათთან მამამისი. ხო? ესე გამოდის. რა არის ახლა რა წავიკითხეთ კარგი ამ წიგნში? კარგია ის, რომ იოსები ღმერთს უყვარს. ეს კაცი არ არის შურის მოძიე კაცი და ის ღმერთი, რომელიც ამ იოსებს რაღაცნაირად ეხმარება, საკითხავია ვინ არის ის ღმერთი. იმიტომ რომ ის ღმერთი შეიძლება ვერ იყოს ის ღმერთი, რომელი ღმერთიც იაკობს ეცხადება და ეუბნება, რომ შენ დაგსვავ ამას ოფლისა მმართველად და არ უსურვებს. აგერ ფაქტია სახეზე, რომ დღემდე ეს იაკობის მოდგმა, აბრაამის მოდგმა მიწას მათხოვრობს. ხან იმასთან მიდის ეომება, ხან იმასთან მიდის ეომება, საქართველოს უბრალოდ ომს ვერ უბედავს, იმიტომ რომ მომჯდარია კარგად საქართველოს მიწაზე და შეფარულად ვითომ ის არაფერს არ წარმოადგენს ამ მიწაზე, ამ მიწის გამგებელია, მაგრამ შეფარულად. ხმამაღლა რომ თქვას,
ღმერთის ეშინია. რატო ეშინია ღმერთის? იმიტომ რომ იესომ მის ღმერთს იხ-ვხს მოუგო. რაში მოუგო? სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავებთა შინა სიცოცხლის მიმნიჭებელი გახდა ქრისტე. იხ-ვხს მარჯვნივ დაუჯდა. მარცხნივ მოიქცია იხ-ვხ. ანუ დაამარცხა. და როდესაც ქრისტემ იხ-ვხ დაამარცხა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტემ იხ-ვხ უარყო. ქრისტემ უბრალოდ იხ-ვხ დაამარცხა. ანუ მასზე უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და შემოგთავაზა ჩვენ, რომ მხოლოდ გზა იხ-ვხსთან მისასვლელი არის ქრისტეს გზა, იესო ქრისტეს გზა. ხო გითხრა ეგ, ხო? არ მოგვატყუა, ჩვენ გითხრა აბსოლუტური სიმართლე გითხრა. იცით რატომ? სანამ შენ ქრისტეს არ გაივლი მარცხნივ, მის მარცხნივ რომ მზის მისი იხ-ვხ მამა, ხო? ვერ მიხვალ იქამდე და რა შეგჭირდება იქამდე მისვლა? თუ შენ ქრისტესთან ხარ, უკვე ხარ იქ სადაც ქრისტეა და ქრისტე ზის მამამისის მარჯვნივ. ანუ მასზე უფრო ერთი საფეხურით მაღლა ზის ქრისტე. ერთი საფეხურით მაღლა ზის თუ დაბლა ზის, დროსა და სივრცის მიღმა ვინც არის, აღარ კითხულობს იმას, რომელი იყო პირველი და რომელი ზის უფრო მაღლა თუ დაბლა. ვინც დროსა და სივრცის მიღმა არის, მეგობრებო, ის კითხულობს მხოლოდ ერთ რამეს: ვისთან მივდივარ? ვინ ვარ? და ქრისტე გვეუბნება, ისა ხარ, ვინცა ხარ. თქვი და დაუსვი ამით წერტილი ამ ყველაფერს. დაუსვათ ამით წერტილი ამ ყველაფერს. აჰა სიკეთე, რომელიც პირველად წავიკითხე 42 გვერდზე. 42 თავზე, დაბადების 42 თავზე პირველად წავიკითხე ამ ხელა წიგში სიკეთე. და გითხარით კიდეც. სიკეთე მე აქამდე ჯერ არ წამიკითხავს. ყველგან დადის ეს ღმერთი, ზოგან ამბობს ასეთ რამეს. აი ბაბილონიანებთან მინდა კიდე მიგიყვანოთ, ვისაც არ წაგიკითხავთ, მინდა მიგიყვანოთ ბაბილონთან, რომ ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ და რას აშენებდნენ? აბა ნახე, როგორია გოდოლი? როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველის შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ ადამიანები, ხო? აი ამ აბრაამის მოდგმამ. უთხრეს ერთმანეთს, მოდი მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ კირის მაგივრად კიდე ფისი. თქვეს, აბა ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზეო, ხო? აი ნახე რა კარგი აზრი აქვს ამათ შემოთავაზებული. აქ არ არის ის რაც მე სხვა წიგნებში წერია, არ ვიცი იქ რა წერია. არ ვიცი იქ რა წერია რა. აქ რა წერია მე იმის მიხედვით განვიხილავ. ადამიანებს აქვს ერთი იდეა. აღმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე, ანუ ერთად ვიყოთო, გესმის? და ნახე რას ამბობს ღმერთი, ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. თქვა უფალმა, აჰა ერთი ხალხია, ეს და ერთი ენა აქვთ ყველას. რა კი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. აბა ჩავალ და ენას აბურებ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე, მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენება. აქ წერია მხოლოდ ეს, არ ხსნის, რატო იყო ცუდი ეს გოდოლი, რა იყო იქ ცუდი, რატომ გადაწყვიტა არ ხსნის მეთქი, გესმით? ჭკუის კოლოფებო, არ ხსნის. აქ რაც წერია საშინელება, რომ ადამიანებს უნდათ ერთობა, ღმერთი კიდე ამ ერთობას შლის. ეხლა თუ ვინმე ამ კრიტიკის ნიადაგზე კიდევ რაღაცა ტექსტები შეთხზა, რომელიღაც საუკუნეში და მიაწერა, რომ აი გოდოლი თურმე იმისთვის იგებოდა, რომ ცუდი იყო, ეს უნდათ ადამიანებს და ის უნდათ, მაშინ მომიტანეთ ეგ წყარო. და ისიც მითხარით, რომელ წელს დაიწერა. და მე გეტყვით თქვენ, რომ ის გოდოლის ახსნა, რომელიც მოუძებნეს შემდეგ ახსნა, ამ კრიტიკის ნიადაგზე მოუძებნეს და ამ კრიტიკის ნიადაგზე დაიწერა, რომელი კრიტიკაც ახლა ჩემი პირიდან გამოვიდა ამ წერილის მეშვეობით. და თუ ვინმე მოუძებნა ახსნა, კეთილი ახსნა, თუ რატომ აკეთებს ღმერთი ასეთ სიმხდალეს და სიბეცეს,
ეგ ჩემთან მოიტანეთ და მე გეტყვით თქვენ რომ ეს დაიწერა შემდეგ და ეს დაიწერა მანამდე და თუ ვინმე ამაში შემეწინააღმდეგება, ხომ? მაშინ უნდა ქონდეს მტკიცებულება და თუ მტკიცებულება არ ექნება, თავისივე ძღნეში თვითონ ჩაყოფს ცხვირს. კარგი რამე წერია 42,000. კარგი რამე წერია, რადგან ისააკმა იოსებმა არ იძია შური თავის ძმებზე. კარგია ეს. იოსები კარგია. კარგსაც ვიძახი და ცუდსაც. ორ ჭრილში განვიხილავ. კარგსაც ვხედავ და ცუდსაც ვხედავ. ნეიტრალურსაც ვხედავ, მესამეც დაემატა. მე გეწინააღმდეგები, მითხარი რაში მეწინააღმდეგები. ჯორჯიო, დაწერე რაში მეწინააღმდეგები. მუდმივი სამყაროს სახეს ვერ ვხედავ და ამიტომ აუზდენ შთამ აუსმენ და მუდმივი სამყარო ბლოკირენ. აი ეგრევე დავბლოკავ რა. ვინც ირონიულად იცინის, ეხლა ამ საკითხზე, რასაც განვიხილავ, კარგად იყოს რა, წავიდეს და იმას დასცინოს, ვინც ეს წიგნი დაწერა. გეგე, აგერ ჯორჯიო მეუბნება მე გეწინააღმდეგებიო. მაინტერესებს რაში მეწინააღმდეგები ჯორჯიო. დიდი აფეთქება მის ეთერში შენ მოახდინე მისი ცრუ რეალობის დემონტაჟი. სინათლის ტრანსფორმაციის უნარი ეს ენერგია პირდაპირ კლიპას გარს კვებავს. აგრესია არის სუსტი ადამიანის თავდაცვის მექანიზმი, როცა ის ხვდება, რომ არსებობს სუფთა წყაროს, რომელიც მას ცოდნაზე უფრო მაღალი. სად იყო აქ აგრესია? ეს ამაღლებული ხმა აგრესია გონია შენ აგრესიული არ გინახავარ მე როგორია აგრესია ჩემი შენ ჩემი პირიდან გამოსული წყევლები არ გინახია ხო? არ გინახია. აბა მითხარი რომელი დაგწყევლეთ ახლა არც ერთი. მაგრამ წყევლად შემიძლია. აგრესია არის წყევლა. ხო და მე რომ არც ერთი არ დაგწყევლეთ, ესე იგი მე უბრალოდ ემოციურად ვსაუბრობ. და პირდაპირ გითხარი რაში ვსაუბრობ ემოციურად. ემოციაა ის, რომ ძღნერი მიდევს წინ და შენ მეუბნები ოქრო მოჯლიო, გესმის? რაც მიდევს და რაც მოჯმულია იმას გთავაზობთ მეთქი მეც. მოეცათ უკეთესი წიგნი, მოეცათ უკეთესი წერილი და შემოგთავაზებდით უკეთეს ოქროს. მეორე, მოიცადე ბაბილონის კოშკის ისტორიის ასე პრიმიტიული და პრაგმატული ჭრილით გაგება ღმერთს შეეშინდა. არის ტიპიური ეზოთერული შეცდომა, რომელიც არ ბიჭო, კი ბატონო, აბა მიდი. აბა სხვანაირად როგორ უნდა ახსნა აი აქ, რომ ნახე, პრიმიტიულად წერია და პრიმიტიულად ახსენი. ნახე, საწერია ეგ. დააბადების თავი მე-11 მუხლი მე-5 მე-6 მე-6 მე-7 თქვა უფალმა აჰა ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ ყველას რა კი ეს საქმე წამოუწყიათ ამიერიდან დაუბრკოლებრივ გააკეთებენ ყველაფერს რასაც კი მიზნად დაისახავენ რა არის მაგაში ცუდი აბა ჩავალ და ენას აურევ მათ რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწას ზურგზე და მათ შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენება აბა მითხარი ახლა აქ თუ არ დაინახავ შიშს მაშინ რას დაინახავ მაშინ ღმერთი იტყოდა აჰა ჩავალ და თავისი უგუნურებით ადამიანები არ იციან რას აიქმან და გავუშენებ მე მათ სხვა სახელმწიფოებს რომ იქ გადავიდნენ ან ვეთყვი ჩავაგონებ რომ ეს არ არის კარგი იდეა აქ წერია ის რაც თქვი ეს არის შიშის გამოვლინება აქ რაც წერია ეს არის შიშის გამოვლინება შენ თუ სხვა ტექსტი გაქვს მომეცი ის სხვა ტექსტი მომიცმინე ლაივში კივილი ნიშნავს რომ მას აღარ დარჩა არც ერთი ლოგიკური არგუმენტი მე ვკივი ვარ ბავშვებო როგორც ჩანს ჯორჯიო შენ არ მიცნობ მე საყვარელო მე რო კივილი ვიცი ტიტო შენ არ იცი რა არის კივილი ეტყობა დედიკო ძალიან ხმადაბლა გელაპარაკებოდა არ შეურაცხყოფ და ის ხმადაბლა კივილის შედარებაზე ჩემი ხმამაღლა ლაპარაკი ყვირილად და კივილად გეჩვენება იცი რა არის კივილი
ეხლა რომ დავიწყო კივილი, შენ უყურებ ვერ გაუძლებს მაგას, შეიძლება გული გაგისკდეს, ხო? და ამიტომ არ გავაკეთებ, დაგინდობ. ნახე, კოშკი როგორც კლიპას მწვერვალი სამყარო ხო და იცი რა, შენი საქციელი იცი რას გავს. ლაპარაკი არ შეგიძლია. მე გეტყვი ხო, შენ ხომ ითხარ რომ შენ კივი ხარო ლაივშიო. შენ კიდე ლაივებიც არა გაქვს. ლაპარაკი არ შეგიძლია. და აქ რაღაცა ჭკუას მასწავლი? ჩამირთე ლაივი. აგერ დაგპატიჟებ და ჩავერთოთ ლაივში, მოდი. ძალიან მაინტერესებს ერთი რა მეტყველების პატრონი ხარ შენ. და რამდენად უკილველად და ხმა აუღელებლად დაიწყებ საუბარს. აგერ გპატიჟებ. ჩავერთოთ. ბატონო ჯორჯიო. გელოდებით. და მაგას რასაც გვიწევ ტექსტებით, ხო? შენი პირიდან გამოთქვი ერთი, მაინტერესებს, ძალიან მაინტერესებს, რამდენად კარგი მეტყველი ხარ. მე ვერ გხედავ შენც შეიძლება ვერ გხედავ მე, მაგრამ მე გამოჩნდები რომ ხედავ, მე ძალიან კარგი. ხო, აბა ერთი მითხარი, რა პრობლემები გაგაჩნიათ თქვენ და თქვენ რაირეს? რა პრობლემები გამაჩნია? შენიღებ ტექსტს და აძლევ რაღაც დებილობა ინტერპრეტაციას, რომ აი მაგალითად შეიკრება ადამიანების კონკრეტული ჯგუფიო, ერთი რაღაცა იდეითო და ჩამოვიდაო ესე მესიო, რომელსაც შენ ღმერთად მარტავ ღმერთი არ არის, ეგ არის დაბალი პარცუფი, არის ზეირანტინი. ზეირანტინზე მაღლა არის არიხამპენი, არიხამპენზე მაღლა არის ენსოფზე მაღლა არის. მომისმინე, აქ ვინ არის? ერთი წუთი. მომისმინე. აი ეს ბაბილონის ამბავი რო მომისმინე. მომისმინე ორი ჯგუფი. ერთი წუთი მომისმინე. არა, შენ მომისმინე, შენ ხო გაინტერესებს ასე. კითხვას გისმენ. ბაბილონის ამაზე საუბრობ? დავაკონკრეტებ, რაზე საუბრობ? დამაცადე, ხო და ვაკონკრეტებ, დამაცადე. დამაც ხო ამდენი ხანი და გისმენ. რა, დამაცადე. წარმოიდგინე ორი სხვადასხვა ჯგუფი. ერთი ჯგუფი გაერთიანდა ერთი იდეით, მეორე ჯგუფი გაერთიანდა კარგი იდეით, აქ მაგარი გეგმა და მეორე კვაზი ჯგუფი აკოპირებს ამის გეგმას. კი ბატონო, კი. აი სწორედ აზიას სამყაროს ზეირანტინი, სწორედ ამ დემიურგის სასტავის, რომელიც იმეორებს ზედასრულს ბაბილონის გოდრის შენები, და სუტყნავს. აი შენ ენაზე გელაპარაკები. მართლა? მე შენ ენაზე გელაპარაკები რომ იცოდე. ხო, შენ ენაზე გელაპარაკები, სხვა რამე გეგონა? ეხლა მაინტერესებს ზეირანტი აქ არ არის ნახსენები. ზეირანტინი არის ნახსენები, წადი ორიგინალი წაიკითხე რა, წადი. ბიჭო, ორიგინალი არ მაქვს. თარგმანი არ არის სწორი. შენ ნახე? მე რა, შევთავალი ნახე რა გავუკეთე. ზეირანტინი რა არის? იცი რა არის? ზეირანტინი რა არის? შევთავალი ნახე მე რა გავაკეთე ამ ლაივის. მე რაც მაქვს მეთქი იქიდან ვსჯელობ ეხლა. კაცო, შენ რაც გაქვს, შენ ებრაელებმა მოყიდეთო. ჩვენ არ მოგვიყიდია, გასაგებია? ებრაელებმა კი არა, ილია მეორე მოყიდა. ებრაელებს დოლაბებს ყიდებდნენ. მე გიხარი ებრაელები ილია მეორე მოყიდა. შენი ეკლესია ებრაელებს? მომისმინე ებრაელებმა მოყიდა, ილია მეორე მოყიდა. ძალიან. შენ არ მისმენ ახლა. არის იმიტომ რომ მე მოვისმინე შენი ბრალდებ, შენი ანტისემიტური გამოხტომები მოვისმინე. გამიგე? და შენ მე ეხლა მე ბრალდებ მაბრალებ რაღაცას მაბრალებ. ანტისემიტი. გეზიზღება ებრაელები და ის რაც შენმა ეკლესია მართლა ებრაელები მეზიზღება, ებრაელები რომ მეზიზღებოდეს მე ამ წიგნს არ დავიკითხავდი. ამ წიგნს არ დავიკითხავდი. შენ მეუბნები ახლა რაღაცა წიგნი რომელიც მოწინ არ არის. ზიზღით ახარ განსწავლული. არა, ეხლა შენ მე საერთოდ არ მithქოს ებრაელებზე ცუდი. როგორ არა? მე ამ წერის სიტყვებია. ნუ გადაკურთხებულს ნუ ლოკავ. გესმის? შენი სიტყვები თქვენ მოგვასყიდეთო. აბა რა არის ჩემი სიტყვები ჯორჯიო? ხო, ებრაელებმა მოგვასყიდეთო ბიბლიაო, არ არის ეგრე? ილია მეორე მოვყიდა მეთქი ეციგნი თქო. არ გიქია ილია მეორე, მე დაგაკონკრეტები. ილია მეორე ებრაელი რა? თუ ილია მეორე ებრაელი რა, მაშინ ეს ხო საკითხია რა. როგორ გატვისდე, იცი რომ ესაო ებრაელებმა 35 იმად მოგვასყიდეთ. ებრაელებმა მოხდის ვინც აეციგნი გახსოვს. თორე ანტისემიტიზმზე არის ციხე. და ნუ
მომისმინე ქართველი ხარ თუ ებრაელი? ტიპიური რასისტი ხარ. ქართველი ხარ თუ ებრაელი ხარ? ორივე ვარ. ორივე ხარ, ხო? ნახე როგორ კულტურულად გელაპარაკები არ წევი და არ ხედები არავის. მე გიორგიც არა ვარ, მე გამლიელიც არა ვარ. მე ვიცი შენი სახელმწიფოარი რა ხარ. მე ვარ უნივერსალისტი. მე ჩემ იმაში სარწმუნოების სტრუქტურაში მაქვს სარკმელი, რომელიც მიხედავს უნივერსალიზმისკენ. ბუდიზმის სახელმწიფოარი ხარ, ზოგიერთი მისაღებია ჩემთვის. სუფიზმის სახელმწიფოარი გამოთვლით რატო გეჩვენე? გესმის? მაგრამ მაქვს ჩემი ჭრილი. ეს არის კაბალა. ბიჭო, შენ მე გეუბნები რა შენ გეკითხები რა რელიგიის ხარ მეთქი? მე გეუბნები აქ რა წერია ეხლა რა წავიკითხე? აქ რომელი იახვეა მეთქი? შენ მეუბნები ყველაზე დაბალი დონის იახვეა თქო და ზუსტად მანდ ვარ მეც. ყველაზე დაბალი დონის ცნობიერება გვაწვის ესე იგი ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია? მე მოგატყვა იაჰვე სახელი არ არსებობს. ესეთი სახელი არ არსებობს. იხო ვიხო იუთეი ვავჰეი. იუთეი ვავჰეი. ეჰე ვავჰეი არის, ეგ ტეტრაგრამატონი. სულ ერთია ეხლა რაც გინდა ღმერთიო აქ სახელი საერთოდ არ არის ნახსენები. აქ არ არის სახელი ღმერთის ნახსენები, აქ არის ღმერთი ნახსენები. რომელი ღმერთია ახლა ნახსენები? შენ მეუბნები რომ ეგ არის დაბალი დონის ინფორმაცია. ერთ-ერთი ემანაცია, რომელიც არ არის ბატონო, ზუსტად მაგ ემანაციაზე მაქვს მე ახლა საუბარი რა და სულაც არა მაქვს მე ებრაელებზე საუბარი. მე აქ ღმერთზე მაქვს საუბარი. ნახე, ეს ღმერთი ვიღაცა მიდის ებრაელებთან და ანგრევს ებრაელებს. სადა ვარ ეხლა აქ ანტისემიტური მითხარი. აქ ვარ მე იმ ღმერთის წინააღმდეგი, რომელი ღმერთიც ებრაელებს ერჩის. ეხლა მითხარი სად ვარ მე ანტისემიტი აქ. თუ დამიფიქრე მაგას რომ ამ წინადადებაში ებრაელების წინააღმდეგ ვლაპარაკობდი, მაშინ გეტყვი რომ ვაახ ესე მე ვერ გამიგიამე. შენი სიტყვები რომ ებრაელები თავენ მსოფლიოსო ებრაელები მომიშინე შენ იმ ღმერთს და ებრაელებმა მოგვასყიდესო ეს ყველაფერიო. მე მანდ გეტყვი. არა, გიორგი, შენ გიორგი ხარ. შენ მე ებრაელებზე ებრაელებმა როგორც იცი რა მასონები ეს ზედაპირულად ვიგებ შენ საკითხებს. ზედაპირულად როგორც შენაერები იგებენ პასუხს. ნახე, მე ვთქვი ესეთი რამე, როგორც ებრაელებმა იუდასგან ქრისტე იყიდეს მეტი. ის შევისყიდა მე ეს წიგნი თქო რა და მაქვს უფლება ვილაპარაკო ამ წიგნის მიხედვით. რადგან შევისყიდა. შენ არ თქვი რომ ებრაელებიო მსოფლიოს მართავთო. ხო, ებრაელებიო მსოფლიოს დიდი სიცრუე და სიყალბე. და მართავთ მეთქი ებრაელების მსოფლიოს. ებრაელებს შეიძლება ძლიერი ლობი ქონდეთ, მაგრამ ეს სახელმწიფო ორი გოჯი მიწაც არ არის, კახეთის ხელა ტერიტორიაც არ არის, შეიძლება რომ მსოფლიო ხელში გქონდეს და ორი გოჯი მიწა შენ ძლივსა გქონდეს, იმასაც სხვადი გამაგებინე. მომისმინე ებრაელები აი აქ ამ წიგნში როგორც არიან მოხსენიებული, სასაცილოდ არიან წარდგენილი რა. ეხლა შენ ამბობ მოკითხე ბიზანტიას და რომს რა. მე რაცაკეთებ მე ზოგი და ის ივრითული ამბანის ისა მნიშვნელობები დაიკარგა. და ეს ებრაელების გრამი არ არის. და ჩვენ ვეშიცხები ეხლა ამ გასაგებია. თქვენ ეს გადათარგმნეთ, ხო? როგორ? მე რაც ვაპარაკობ. თქვენ ვეკითხები იმ ხალხს, ვინც ეს გადათარგმნა. შენ ამბობ რომ არ არის არასრული თარგმანია, ხო? და ეხლა იმ ხალხს ვეკითხები. იმათმა რომ თარგმნეს ესე და მომცეს მე. ამაზე მე მაქვს პრეტენზია და შენც უნდა გქონდეს პრეტენზია. რატომ უთარგმნეთ ამ ხალხს ესეთი დაბალი დონის დონეზე, ხო? ხო, გაქვს მაგის პრეტენზია. მეც მაქვს მაგის პრეტენზია. მე მე 2%-იც არა ვარ დედამიწის მოსახლეობის იმ ხალხს, რომელსაც ვეკუთვნი. მე რა შემიძლია? მომისმინე, არც მე არა ვარ 2%-ი უნდა ლანძღო? მე ვარ ერთი ისა ვარ, ვინცა ვარ. ნახე გელაპარაკები, შენ ძალიან ზრდილობიანად. მე არავინ ანტისემიტური რატომ იწოდე მე ვერჯერ მწმაწური სიტყვები მიწოდე და შენმა მრევლა მიმდევრები ვარ და ერთმა მითხრა რომ მრევლი არ ხავს მე ვინ რა გიწოდა მე არ მოგიწე იმას შენ მომისმინე აქ ბევრი მსმენელი მყავს ზოგი კი არა და აქედან 99% არიან უმეტესობა არა გინდა 99% არის ჩემი მტერი ვინც მისმენს რო იცოდე რა ჩემი მტერი მისმენს მე რო იცოდე ეხლა გავერკვიეთ მაქსაკიში. ეხლა უყურე, 1% შეიძლება ვიცნობ 1%-ს აქედან შემაყურებლიდან, დანარჩენები არიან
მტრები, ეხლა უყურე, მტრები როგორ ეხლა? თვითონ თვლიან ჩემ თავად, ჩემს თანმიმართებაში მტრად თავს. მე მტერი არ მყავს ვამბობ რა. მტერი არ მყავს, იმიტომ რომ მტერიც ადამიანია. როგორც ქრისტე ამბობს, ეხლა უყურე, მე აი ამ საკითხში ეხლა სადაც დავიცავი ებრაელი ხალხი ღმერთის წინაშე. შენ რას მეუბნები, იცი რომ შენ ებრაელის მტერი ხარო, რატო ვარ ებრაელის მტერი? მე განვიხილავ, აი აქ ნახე ღმერთმა რა უკნა ებრაელებს. ებრაელები აფუნა ბიბლიაო. აი წინა ვიდეოში იყო, შენი სიტყვებია. თამა რატო ლოკალ შენ გადაფურთხებულს? აი რატო? მომის აღმეცარი კარგად რა გადავაფურთხე და მე გეტყვი რომ ის გადაფურთხებული საერთოდ არ არის. სოფლიო მართველები ხართო და თქვენ მოახույეთო ბიბლიაო ხალხსო მაშინ როცა ბიბლიის თარგმნა და გატანა აი ჩამოყალიბე ებრაელები დაყოფილები ტრაგედია და ჯორჯიო ნახე უკვე შენ ხარ ებრაელი ხო ებრაელი ხო ხარ ებრაელის ხარ ქართველის ხარ ხო მომისმინე ეხლა კარგად შემოკარგო მე ეხლა ამ წიგნის მიხედვით რასაც ლაპარაკობ და როცა ვამბობ თქვენ ვინ იგულისხმება ამ თქვენში ნახე ჩვენ ვართ ყველა ჩვენს ნოეს მოდგმა ხო შევთანხმდით ამაზე ნოეს მოდგმა ვართ ყველა ამ წიგნის მიხედვით მხოლოდ ნოეს მოდგმა გადარჩა ვინ არიან ეს ნოეს მოდგმა ებრაელებიც ქართველებიც ირანელებიც ჩინელებიც ყველა ვინზე დამიწიზურზია ხო მე არ გამოვყობ არც ერთ მე ვამბობ რომ ჩვენ ვართ ყველა ადამიანები თუ ვინმე თავისას გამოყოფს ეს არის ებრაელი ერი თვითონ რატო იმიტომ რომ ადრე ღმერთი აწუნებს ამას რომ მიდის აბრაამთან და ეუბნება მე შენ გააყდი ამათ სოფლის მმართველს რატო ეუბნება ღმერთი ამას აბრაამი ხო ცხოვრობს თავისი ბუნჩულად კარგად საყვარელი ადამიანია იქამდე სანამ ღმერთი არ გამოიცხადება აბრაამი არ არის ბედუინი ვინც შენაკითხულობ და გგონია აბრაამი იცი ვინ არის აბრაამი არის იმაღლისი სეფიროთი კოსმიურ დონეზე არის მე არ ვარ მაგას მომისმინე გეთანხმები შესაძლებელია მაგრამ ამ წიგნში არ ჩანს ეგ აი აბრაამის გონო შეიძლება იყოს იმაღლესი სეფაროთი მე მაგას არ ვუარყოფ ამობს აბრაამის სიახშიო აბა წაიკითხე კარგად მომისმინე ქრისტე ბევრ ამას ამბობდა ქრისტეს გამო ესენი ჩვენი მღვდლებიც და თქვენი რაბებიც ვამჩნევენ მაგრამ უყურე ერთენოს რამე ხედა დონეზე მაგრამ კოსმოსური დონე გაიგე ფეხებზე გკიდია იცი რატო იმიტომ რომ ებრაელი გალანცხო და გათათხო აი რა არა ეხლა მაბრალე ეხლა ყოველად მაბრალე მოგეკითხება იცოდე ეს ღმერთისგან რა ქრისტესგან მოგეკითხება მე მაბრალე რატო მაბრალე ვიცი ებრაელებს მე ყოველთვის კარგად მოვიხსენიებ მაგრამ ვინც ქართველსაც ვამხელ მე ქართველსაც ვაგინებ შენ გონია არა მე ქართველსაც რატო ქართველი მეზიზღება არ მეზიზღება მე მეზიზღება ის სიმხდალე და ის არასწორობა რასაც ჩადიან ქართველებიც ებრაელებიც ამერიკელებიც და ნებისმიერი წარმომადგენლები ამ დედამიწისა არ არის ეგრე როგორც შენ მაბრალე ვიცოდე მე ებრაელი მეგობრებიც ვყავს და საერთოდაც არ ვთვლი იმას რომ ისინი ცუდები არიან საერთოდ რატო არიან ცუდები მითხარი ამ წიგნში წერია ვინ ულევს ტყუის ადამიანებს და თუნდაც ებრაელებს და თუნდაც ქართველებს მხოლოდ ერთადერთი ის ვინც ეცხადება აბრაამს ზოგან მოსეს ზოგან ქრისტეს ზოგან იმას და რა შენ გონია ის ღმერთი რომელიც ქრისტეს ეცხადება ის ღმერთის გარეშეა გამოცხადებული სული წმინდის გარეშე არც ერთ სეფიროთს თუ არც ერთ ანგელოს არ აქვს უფლება რომ გამოცხადდეს ან რაღაცა გაიძრეს და გამოძრავდეს ხო შევთანხმდით მაგაში ეხლა მე გეკითხები შენ მე უთანათლობა მძულს თუ ებრაელები აბა მითხარი შენ რა დასკვნა გამოიტანე გესმის შემიხმა ჯორჯიო გესმის შემიხმა არის ის შენიხმა ალო არის ის ჯორჯიო შენიხმა David, are you finished? Oh, hello. Oh, Leslie, is that you? Oh, sorry. Let me hold the card.
Oh, how are you? Good, thank you. I just suddenly Nice to heard see you again. Oh, I'm sorry. Yeah, I was on the phone. I'm sorry. I got. Oh, sorry. I'm on you. Naughty cat. ჯორჯიო, თუ არ ცალია, მე კიდე ხოდრე ვიღებარებ, მაგი? Well, usually I can speak Japanese. Oh, what do you know in Japanese? ჯორჯიო, შემდეგ დამემატ, ეხლა მე გავთიშავ That ჯორჯიო. I can say water in Japanese. Water. Oh, I can say konnichiwa. Well, I can say water in Japanese. How? Mizu. Yeah. Yes. Good one. კარგი, მეგობრებო, ჯორჯიო გავიყვანე, რადგან როგორც ჩანს, პირადი საუბარი ქონდა მას სხვასთან. მაინტერესებს ისმის თუ არა ჩემი ხმა. ნუ ეს არის უკულტურობა, როდესაც ადამიანს ელაპარაკები, არ აფრთხილებ, რომ რაღაც ვიღაცა სხვასთან იწყებს საუბარს, ალაპარაკებ ტყუილ ადამიანს და მერე მოდიხარ და ვითომც არაფერი. ანუ აიგნორებ პირდაპირ და მე არ ვიცი, ადამიანებს უნდათ ალბათ რომ ჩემში დაინახონ ანტისემიტი რა. არა და სინამდვილეში აგერ სემიტებს კი არა და აბრაამის მოდგმას ვიცავ, რომ ეს ღმერთი რანაირი ღმერთია, რომ ტვინს უბურყავს ამ ადამიანს. ადამიანსაც და აბრაამსაც და ყველას ამ წიგნში ეგრე წერია. ეხლა მეუბნებიან რომ შენ ის სხვა წიგნი არ წაგიკითხავს. ნუ მომკითხავ იმ სხვა წიგნს რა, მე გელაპარაკები ამ წიგნიდან მეთქი, გესმის? ეხლა რაც შეეხება ებრაელების სიძულვილზე. ებრაელების სიძულვილი საიდან დაინახა და როგორ დაინახა ამ ადამიანმა მე არ ვიცი. მაგრამ იცი რას აკეთებს? აი ამ წიგნში რომ ღმერთი მაგარი დამპალი ტიპია და ტვინს ურევს, იმის კარგ მხარეს ხედავს, მაგრამ ჩემ კარგ მხარეს არ ხედავს. მე რომ სიმართლე ვთქვი, იმ კარგ მხარის დანახვა არ უნდა. პირდაპირ უნდა რომ მომაწეროს, რომ ანტისემიტი ვარ. აქ უკვე თავის თავს და თავის ლოგიკას და თეორიას ეწინააღმდეგება პირდაპირ. ასეთი ადამიანები, რომელიც შემში ხედავენ ანტისემიტს, ხო? ნახე, მაშინ უნდა ხედავდნენ ანტიქართველსაც, ანტიამერიკელსაც, ანტირუსსაც და მოკლედ ანტიმყოფილვარ რა. მაგრამ ესენი თუ მხოლოდ ერთ ანტიმხარეს ხედავენ, ოღონდ მეუბნებიან რომ ამ წიგნშიო ეს ანტიო ვინც არისო, ამისი პოზიტიური მხარეც დაინახეო, ანუ იმ იხლუხსი თუ ღმერთის თუ რაც ქვია იმას სახელი არ არის ჯერ არ შემხვედრია. თუ მეუბნებიან რომ აი იმ ღმერთის რომელიც აბრაამს ტვინს ურევს, იმისი კარგი მხარეც დავინახო, მაშინ თქვენ ჩემი კარგი მხარეც უნდა დაინახოთ. ეგრე არ არის? მარტო ერთ მხარეს რო ხედავთ ჩემსას. მარტო ღმერთს უნდა დაუნახოთ ყველა მხარე და ჩემი არა, ან შენი არა? შენც გაქვს კარგი და ცუდი მხარე, მეც მაქვს კარგი და ცუდი მხარე. ჩემს პირიდან გამოსულ სიტყვასაც აქვს კარგი მხარეც და ცუდი მხარეც. ისიც უნდა დაინახო და ისიც უნდა დაინახო. ნუ მეუბნები რომ ანტისემიტი ვარ. არ მითხრა ეგ, იმიტომ რომ შენივე პირით უარყოფ იმას რომ ჩვენ დავინახოთ ამ წიგნში მოცემული ღმერთის ორივე მხარე, ცუდიც და კარგიც. გესმით ხო? გარკვევით თქვი. მასონები ვინ არიან? რაც დღეს ხდება, რატომა ასე? ნუ მასონებიო სხვა ვიღაცები არიანო ეთყობა ერთო საინტერესო ჯორჯიომ ვერ გამიწვია და მე წავიდა ვიღაცას დაუწყო ლაპარაკი. აშკარაა რომ ტიპმა ვერ გამიწვა და მე მაბრალებს რომ კი ვიხარო. თვითონ დაიწყო გინება, ხო? ჯორჯიო შენი პირთარ შენ ენაზე გელაპარაკებიო. შენ რა იცი რომ მე უკვე ამ ხელა გამოცდილი ლაივების პატრონი ზუსტად თქვენივე ენით არ გელაპარაკებით, ზუსტად მაგერით რომელი ენითაც შენ დაიწყეთ ჩემთან ლაპარაკი. არ შემიგინებია არც ერთ გეუბნებით რა. ამ ბიბლიის კითხვის დროს არც ერთ მომენტში არ შემიგინებია, რატო დაიწყო ჩემ ენაზე ლაპარაკი. ესე იგი მიცნობს ხო ადრინდელი ვიდეოებიდან. ხო და ეხლა მაგათ იმას რო შევეხე წიგნებს და წერილებს, ეხლა დაიწყო გამოხდა? ეხლა დაიწყო, ეხლა გავახსენდი რომ უნდა მაგინოს? ჩემთან ლაივში რომ უნდა შემოვიდეს და უნდა იგინოს, ეხლა გავახსენდი, მაგრამ მანამდე ჩუმად მithვალთვალებდა ეთქობა ჯორჯიო და მისნაირები. კარგია. ასეთი უნდა ზუსტად სეფირიტობა რა. თუ აბრაამი იყო უმაღლესი სეფირიტი, აბრაამზე უფრო მაღლა მევდგალა რო იცოდეთ. ეხლა მიდით და იკვლიეთ ეგრეა თუ არა. კი, გეტყვით. ჩემი კარგი მხარეებიც ეძებეთ რა. ხო, გიყვართ ეგრე.
კარგი მხარეების დანახვაც და ცუდი მხარეების დანახვაც. ცუდი მხარე ხო დაინახეთ. ეხლა კარგი მხარეები იჩხრიკავით, მე რა კარგი მხარეებიც მაქვს. თორე მაგავე ლოგიკას და ფილოსოფიას სახეზე აგაფარებთ. ვინ? თქვენივე სიტყვა. ის სიტყვა, რომელიც პირიდან გამოდის, ისვე აგაფარებთ სახეზე. ასია ჩემო კარგებო, აი ასია. ნახე როგორი სიძულვილით არის განწყობილი ქართველი ხალხის მიმართ, როგორი სიძულვილითაც გონია რომ მე მათ მიმართ ვარ განწყობილი. ხვდებით ხო? მაჩვენეთ ებრაელი, რომელი ებრაელისთვისაც სიკეთი არ გამიკეთებია. მაჩვენეთ ებრაელი, რომელი ებრაელისთვისაც ბოროტება გამიკეთებია. მაჩვენეთ, მოვიდეს დამიდგეს მოწმეთ, რომ შენ ჩემთვის ბოროტება გაგიკეთებია. ჩემი იმაში, რა ქვია, როდესაც ებრაელი დაძმა მომადგამე სახლზე და მთხოვა ცეცხლი ამითეულ კვირა დღეს, არ უნდე ცეცხლი. და როდესაც მისი და მე ერთად მივდიოდით ყინვაში, იმ დას რო შეცივდა, ჩემი მაიკა გავიხადე, ჩემი ჯემპრი გავიხადე და მას ვათხოვე. გაუკვირდა. როგორ აკეთებ ამასო? მე ვთქვი, შენ გცივა და მე არ მცივა მეთქი. ებრაელისთვის კარგის მეტი არაფერი არ აქვს გაკეთებული. გესმით? არც ერთი ებრაელი არ არსებობს, რომ ჩემზე დამადოს თითი და მითხრესო, აი ამან მე ან შემაფუთხა, ან დამარტყა, ან ცუდი გამიკეთაო რა. გაიგეთ? თუ ვინმეს იპოვით ეგეც, მოდით და დამიყენეთ წინ ესეთი ებრაელი და მერე მითხარით, რომ შენ ხარ ანტისემიტი. და რაც ჩემი პირიდან გამოდის, ის სიტყვა მისი პოზიტივიც დაინახეთ და მისი ნეგატივიც დაინახეთ. გევალებათ, რადგან თქვენ იგივეს მთხოვთ. საინტერესოა, რომელ გადაფუთხებულს ალოკავენ, ხა, რომელ თავის გადაფუთხებულს ალოკავენ თვითონ. ისინი ვინც მემაბრალებენ რაღაცებს, რა. გინდა ქართველი, გინდა რუსი, გინდა გერმანელი, გინდა სომეხი, თურქი, ქურთი თუ ვინც გინდა. კაცი მანახეთ, რომელიც ჩემგან ან ვინმეს რამე ვატკინე, ან ვინმეს რამე გავქურდე, ან ვინმეს მოვატყურე, ან ვინმეს ფული გამოვძალე, მანახეთ კაცი, რომლის წინაშეც დამნაშავე ვარ. მომიყვანეთ და მანახეთ, ქართველი გინდა თუ ებრაელი, გერმანელი თუ ვინც გინდა ის. თუ გინდა სვანი მომიყვანეთ. არ არსებობს კაციშვილი დედამიწის ზურგზე. და ჩემს მაყურებლიდან მიწერილ რაღაცა კომენტარებს მე მთხოვს, რომ შენმა მაყურებელმა მე გამლანძღაო. ბიჭო, ჩემმა მაყურებელმა თუ მე გაგრან, ჩემმა მაყურებელმა, შენმა გულშემატკივარმა შეთქია, რომ მე გამლანძღა და ეხლა რა მე იმ ჯორჯეს მოვკითხო, რომ შენი გულშემატკივარი მე ცუდ რაღაცებს მწერს მეთქი? ეგ ძალიან ბავშვურია რა, ჯორჯიო, ძალიან ხო, რამდენი წლის ხარ? ალბათ პატარა ხარ. არ არის ეგ ჩემმა მაყურებელმა თუ შენ გალანძღა, წადი იმას მოკითხე, მე რას მეკითხე? რა ხან ჩემს ეთერში ხარ? საინტერესო საუბარი იყო ეხლა. აი ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ პირადში ჩვენ ვისაუბრეთ ჯორჯიო, იქ გავიარეთ ბევრი რამე და ეხლა ისევ გაიმერო. მოდი ეხლა განახებთ ჩვენ რა გავიარეთ პირადში. გინდა განახოთ? აი ესეთი ორპირობა, მეგობრებო, ვინც ორპირია, მას გონია რომ სხვაც ორპირია. კი, ნამდვილად ეგრეა. ბავშვები, ერთი წუთი მამიკოსთან გადით რა. იმედია სანამ ამ Facebook-ს გავშლი, ჯორჯიო არ წასვლის. ბავშვებო, რა იყო რა, თუ ჩხუბობთ, იჩხუბეთ ისე რომ მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ აი ჯორჯიოს პროფილი არის ეს, ხო? და არასდროს არ მithქვია მასე ცუდი, აი მართლა არ მithქვია ცუდი.
სად ვთქვი რა, სადმე ცუდი ვთქვი და ეხლა ნახეთ, ჯორჯიოსთან გადავალ. ვიზა სამღავს გეშობნა ბას? ჯორჯიო. მეგობრებო, აი ნახეთ, რამდენი მიწერ-მოწერა გქონდა ჩვენ მე და ჯორჯიოს რა. და ვოისებიც გქონდა მიწერილი და ვოისი ხო ნახე? უბრალოდ არ ვიცი ხა რომელი ვოისი ჩაითვება. ისა რა ქვია? ღმერთი თუ იცი Okej, taki. სოფაში საერთოდ ვინ იყო ის ღმერთი იაკობს რო ჭიდავა? Okej, von einem Stunde habe ich schon gesagt. და აი ეგ Von einer halben Stunde. ხო. დემიურგის საერთოდ ვინ იყო ის ღმერთი იაკობს რო ჭიდავა? Hast du live oder? არ მინდა თქვა ის სახელი სამა და აი ეგ იყო დემიურგის პარცული Genau, dass du live bist. არა, შემოკარგო. თუ ამის შესაძლებელი არაფერი აი ხო, შენ გადიგებ პირველად, რომ არსებობს კიდე სხვა წერილი, რომელიც ეს ისტორია სხვადასხვა არის განხილული, ხო? და იქ სხვა მაგალითებია მოყვანილი. მოვიტანი ეს წერილი და თუ ამის შესახებ საერთოდ დავიცოდე, რომ კიდე სხვა ვერსიები არსებობს. ამისი ამ ციგნის აწერილი, ხო? გამოცანე, გამიხილოთ, უბრალოდ შენ შეგიძლია შემოგთავაზო, იცი რა, აი მასწერია მოკლედ და უფრო ცუდად ამის შესახებ შეგიძლიათ აქ ნახოთ. ნუ არ ვიცი ახალ აღთქმას თქვენ როგორ უყურებთ, ალბათ კითხულობთ. გესმის რომ რაღაც პავლე არ მოგწონს, მეც შეიძლება ბევრი რაბინი არ მომწონდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ანტითეზისი არ მივიღო და არ შექმნა მისგან უმაგრესი სინთეზისი. პავლეს რაღაცას ამობს, ახსენებს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ახალ აღთქმაში, რომ ორ ადამიანს ახსენებს იუნოს და იამბრეს, რომელიც მოსეს ეწინააღმდეგებიან. ასეთი რამე შენ ძველ აღთქმაში არ გაქვს. არსად არ წერია ეგ სახელები და ეგ ისცა. ეგ არის აღებული მიდრაშიდან. და მე მოვწვი, რომ მე ყურანსაც გავეცანი და ნუ პავლეთი გავედი მიდრაშის კვალზე რა. წავიკითხე ეს მიდრაში, ზოგჯერ მგონი მეგობრებო, აი ეს არის ცუდი არაფერი არ არის, რასაც ეს იცახის რა. ანუ ჯორჯიო რასაც ამბობს, რომ ჩვენ წერილები უნდა წავიკითხოთ, ცუდი არაფერი არ არის ამაში. მაგრამ მე რატო დამინახა ამ ადამიანმა ანტისემიტურად, მე ვერ ვხვდები რა. ჩვეულებრივად ვილაპარაკე. Exactly, გეტყვია პავლე იყო პოლიტიკოსი, პავლე საერთაშორისო ქრისტეს, მაგრამ იცნობდა წერილებს. და მაგას გეუბნები რა, რომ პავლე იყო წიგნობარი. გნოსტიკურად პავლეს ქრისტე არ ვიცი როდის გაუცნია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პავლეს ბევრ რამეს არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან არის ქალის მიმართ აგრესიულად დამოკიდებული რა. ეხლა ზოგი შეიძლება იქნას რომ ემანციპირების პრობლემა, არანაირი ემანციპირების პრობლემა არ აქვს, უბრალოდ ვამბობ იმას, თუ პავლე აღიარებს პეტრეს, იოანეს, იმას და იმას კაცებს, აი 70 ქალი მოწაფე ყავდა ქრისტეს. იმათი არც ერთი წერილიდან არ საუბრობს პავლე, ან დაგვივალეს დღეს. აი ნახე, ჩვეულებრივად ვისაუბრებ. მე რა მოუვიდა ამ ადამიანს არ ვიცი. არ ვიცი რა მოუვიდა რა. ყოველ შემთხვევაში მეგობრებო, ამის მერე კიდე ბევრი ვისაუბრეთ, განაცხადა რომ არსებობს მღვდლები, რაბები, რომლებიც აღიარებენ ქრისტეს, არსებობენ რაბები, რომლებიც გამოსცემენ წიგნებს, რომელშიც ქრისტე მესიად არის აღწერილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი ვისაუბრეთ, ყველაფერი კარგად იყო და სანამ იქამდე არ მოვედი აქ, რომ ვიღაცა გიორგიმ, აი ამ ვიღაცა გიორგიმ, ნახე ეთყობა ეს არ ნახა ამან ჯორჯიო აღარ ხო თავ ამ ლაივის დაწყების დროს რაც გაგიზიარეთ ხო ეხლა გეტყვით ვინ არის ეგ ვიღაცა გიორგი როგორც მე მახსოვს აკომენტარებს და გიორგის სხვათა შორის გიორგის სხვათა შორის ჯორჯიო უკომენტარებს რომ მარტო შენ გაიგებდიო ამ წერილის ამ სიდიადესო და ჩვენ ვერ გავიგებდით ჩვენ დებილები ვართ რა
ჩვენ დებილები ვართ, რომ ნახეთ, აი რომელი გიორგი იყო ეთიცოდით? ვერ პოულობს. მაგას რა თქმა უნდა ხაბერიძებნა. აი ეს ლაივი რომ მორჩება, თავიდანვე რომელიც წერილის განახით, იმ წერილზე მაქვს საუბარი ახლა. ვიღაცა გიორგის, ახლა რომ ჩავიდე ამ ტელეფონში მაქვს ის და სკრინშოტებული. გადაღებული სურათი. მაინტერესებს, რატომ ხედავ ჩემს მხოლოდ ერთ ჭრილში, ჩემს ნათქვამს. თქვენ ხომ თხოვთ მე, რომ მე ის ღმერთი, რომელიც აი აქ ავაზაკია პირდაპირ რა, 52 თავამდე ავაზაკია, ტიპი ხან მკვლელობას მოითხოვს, ხან შვილის შეწირვას მოითხოვს, ხან იმის ტვინის არეულს და ხან კიდე ისრაელიანებს, ანუ აბრაამის შამომავლობას ბაბილონის გოდოლს უნგრევს. მითხარით რა. თქვენ თუ მაგარი ისრაელიტიანები ხართ და ებრაელები ხართ. რატომ არ რისხდებით ესეთ ღმერთს, რომელიც პირდაპირ ებრაელებს დასცინის? რატომ არ რისხდებით ეგეთ ღმერთზე, მითხარი? თქვენ რომელი წერილების მიხედვით მსჯელობთ, არ ვიცი. მე ვმსჯელობ ამ წერილის მიხედვით, რომელიც ამ წიგნშია რა. ხო არის აი ამ წიგნში ეს წერილი რა. ტიპს მთელი ღამე ეჭიდავა და ფეხი ეღრძო. უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენსახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და ზლიე. ჰკითხა იაკობმა, მითხარი შენი სახელი, უთხრა, რისთვის მეკითხები სახელს და იქვე აკურთხა. უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა, პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადარჩი. ესე იგი, ღმერთი რო იხილოთ, გადარჩე, მადლობელი უნდა იყო? ანუ რაღაც საშინელებაა ეს ღმერთი, ხო? უთხრა, გამიში უკვე თენდება, უთხრა, არ გაგიშებ, სანამ არ მაკურთხებ. უთხრა, რა გქვია, მიუგო იაკობი. უთხრა, ამიერიდან აღარ ითქვას შენ სახელად იაკობი. ანუ ღამე ეჭიდავა ტიპს, ეს არის დაბადების თავი 32 ხალხო, აი წავიკითხოთ 22 მუხრიდან. აღდგა ღამით ხელი მოჰკიდა თავის ორ ცოლს, ორ მხევას, ორი დაყავს ცოლად რო იცოდეთ, თავის 11 შვილს და გავიდა ფონს იაბოკზე. აიყვანა ყველანი და გადაატარა მდინარე. ყველაფერი გადაიტანა, რაც კი ჰქონდა. მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გამთენიამდე. გესმის კაცი. როცა შეატყო რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი. მასთან შერკინებისას, ამ ვიღაც კაცთან შერკინებისას. უთხრა, გამიში უკვე თენდება. უთხრა, არ გაგიშებ, სანამ არ მაკურთხებ. უთხრა, რა გქვია, მიუგო იაკობი. უთხრა, ამიერიდან აღარ ითქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და ზლიე. ჰკითხა იაკობმა, მითხარი შენი სახელი. უთხრა, რისთვის მეკითხები სახელს და იქვე აკურთხა. უწოდა იაკობმა იმ ადგილს ფენუელი. ამოუბრწყინდა მზე, როგორც კი გასცდა ფენუელს და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი. ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელიანები მენჯის ძარხს თეძოს სახსარზე, რომ არის, რადგან შეეხო ის იაკობის მენჯის ძვალს თეძოს სახსარზე. ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელიანები მენჯის ძარხს. გრისი მენჯის ძარხს, ადამიანის მენჯის ძარხს, თუ ძროხის მენჯის ძარხს. ღორს არ ჭამენ. თუ ბატკნის მენჯის ძარხს. რომელ ძარხს არ ჭამენ, რომელ ძარხს. რომელ ღმერთს ეჭიდავა აქ იაკობი. და ეს ღმერთი, თუ ეს ძალიან მაგარი ღმერთია, რისთვის ეჭიდავა, არ წერია. რომელ ღმერთს ეჭიდავა, არ წერია. რატო უღრძო თეძო, არ წერია. და მე მთხოვრო ვიცოდე ეს ყველაფერი. საიდან, კი, მაგრამ საიდან, მაგის დედავატირე.
რატო უღრძო ღმერთმა იაკობს თეძო? ეხლა მე ვინ ანტისემიტი ვარ? იაკობი ებრაელი არ არის? მითხარი ეხლა თუ ვეკითხები ღმერთს, რატო უღრძე იაკობს თეძო? ანტისემიტი გამოვდივარ? რა გინდათ ხალხო, რა გინდათ? ესეთი რამე არ გამიგია. ქართველებისთვის მინდოდა სიკეთე ვილაპარაკე და მივედი იქ ვამხილე, მე თქვი ხალხო არ უშობენ საპატრიარქოში და ეხლა დღეს იქ დგანან. ის დედები, რომლებსაც დასჭირდათ ფული. იმ დედებს, რომელმაც 4 წლის წინ გაიგეს ჩემს შესახებ, რომ ილიასთან ვიდექი და არ შემიშეს და იქ თქვი, რომ სად არის აქ ღმერთი მეთქი და ყველა მე გამლანძღა მაგის დედავატირე. იმის მაგივრად, რომ სისტემა შებრძოლებოდა. ეხლა დგანან თვითონ და თვითონ ებრძვიან სისტემას. არ გითხარით? ჩემს დღეში ჩავარდებით თითოეული ქართველი მეთქი? სიკეთე მინდოდა თქვენთვის და ხელი დამადეთ, რომ ვიღაცა მე ვიყავ კიდე. არამზადა? კარგი ყოფილიყავი არამზადა, გამოჩნდა ვინ იყო არამზადა. თქვენ იყავით თუ მე არამზადები 4 წლის წინ დაგასწარით იქ მისვლა და ხმამაღლა ყვირილი. ეხლა იდექით თქვენ და იყვირეთ. არ გაგიღებენ კარს. ეხლა ებრაელები. ბიჭო, ებრაელებს ამ წიგნის მიხედვით ვიცავ მეთქი ღმერთს ვეჭხუბები, რა გინდოდა ამ ხალხთან მეთქი და მე მომდგნენ ეს ებრაელები და შენ ანტისემიტი ხარო, მე ხალხო თქვენ ამოყირავებული გაგვწვინი? რა გინდათ შემგან გამაგებინეთ? თქვენ გიცავთ. ღმერთს არ ვიცავთ, თქვენ გიცავთ. არ ვეთანხმები იმ ღმერთს, რომელიც აბრაამი იქნება თუ ებრაელი თუ არაბი თუ ადამიანია და იმ ადამიანს რომ ერჩის ღმერთი არ ვეთანხმები ეგეთ ღმერთს მეთქი გეუბნები და თქვენ კიდე თქვენს მამას რომ სცემდა ღმერთი იმაზე მეუბნებით რომ იმ ღმერთს ისონ ნუეპყრობიო? რატო? ხო გიცემა მამა შენი და გეუბნები რომ არასწორად მოიქცა. თუ მამა შენი მოქცეულად ცუდად, მაშინ აბრაამი დავადანაშაულოთ. ადამი დავადანაშაულოთ, ადამა ჩაიდინოს შეცდომა. ხო და დავადანაშაულოთ ის ხალხი ჩვენ რომ ვართ. ჩვენი თავი დავადანაშაულოთ, მიდი. ღმერთმა ხო მოატყუა ადამი, რომ არ ჭამოთ ორე მოკვდებიო. ღმერთს არ დავადოთ ხელი, არა, რომ დასწყევლა მერე. ჩვენ თავებს დავადოთ ხელი, კი ბატონო, არამზადები ვართ. ადამიანნაირი უნაროები ვართ, ცუდები ვართ, დაუჯერებლები ვართ. რა გინდა ეხლა? მივდგე ადამიანებს? კარგი ღმერთია ყველაზე მაგარი. ღმერთია ისეთი კარგი, რომ ქმნის და მერე წევლის. კარგი ღმერთია, რა გინდა? უზენაესი სეფიროტია. ვაღიარებ მე ღმერთს, ეგრე უნდა მოქცეულიყო ღმერთი. დიახ, ეგრე უნდა მოქცეულიყო ღმერთი. ადამიანებისთვის ცხვირი უნდა ჩაეყოფინებინა თავის მძღნერში. ეგრე ჩაეყოფინა თავის მძღნერში ცხვირი აბრაამსაც, ეგრე ჩაეყოფინა თავის მძღნერი ცხვირში მელქისედეკსაც და ეგრე ჩაეყოფინა თავის მძღნერში ცხვირი ქართველ მეფეებსაც. ეგრე მოუხდებათ და იმიტომ სწორია, ჯორჯიო სწორია, ღმერთი მართალია, ღმერთმა უნდა გაანადგუროს ადამიანები. აბა რა უნდა ქნას? აბა რისთვის შექმნა, რომ გაანადგუროს, ხო? ხო, გაანადგუროს. ესეთი ადამიანები უნდა გაანადგუროს, ვისთვისაც კარგი მინდა და ესენი აქეთ მებრძვიან, რომ რა გინდაო. რატომ გუწყევლიო? არ დაგწყევლით, ღმერთმა დაგწყელოთ აწი. მე არ დაგწყევლი, არც დაგიცავთ, კარგად იყავით. თქვენ მძღნერშივე, კაცო. არაფერს აღარ გეტყვით. მძღნერი გიჭამიათ? მძღნერი მოგიჯვიათ? ხო და იმ მძღნერში ჩაგაყოფილეთ ცხვირი ღმერთმა. იმ ღმერთმა, რომელი ღმერთიც ესე მაგრად გევასებათ აი ამ წიგნის მიხედვით რა. ამ წიგნის მიხედვით ხო გევასებათ თქვენის ღმერთი, რომელ ღმერთმაც აბრაამს ტვინი აურია. ხო და იმ ღმერთმა მოგიაროთ თქვენ. აწი. ხო. მონაზღაენები ხო სჭირდება მაგას. შესაწირებიც სჭირდება, საკლავებიც სჭირდება. მერე აგით გახართ თქვენ და შეგწიროთ. მე ვერ მეტყვის ვერაფერს ის ღმერთი, მე ვერ შემწირავს. იმიტომ რომ მე მივაზნიშნე მაგ ღმერთს ზუსტად იმ სირეგვენეშიც იაკობმა მიანიშნა იმ ღმერთს. და ამიტომ აღიარა ღმერთმა ის იაკობი კარგ მამად. აბა იაკობი რატო შეეწინააღმდეგა ღმერთს? რატო იჩხუბებოდა ღმერთს? რატო თავი არ დაუხარა და არ უთქვა რომ კი ღმერთო რაც გინდა ის მიქენი თავში ჩამატყი, თეძოს მიღრძე, იქაც გამაუპატიურე, მიდი.
რატო შეეწინააღმდეგა იაკობი? რა, თქვენი მამა ცუდია? ნახე იაკობი შეეწინააღმდეგა და იმ ღმერთმა ესეთი კაცი აღიარა. ესე იგი ღმერთს ევასება როცა ეწინააღმდეგები, ხო? მაგას გასწავლი და შენ კიდე გინდა მითხრა რომ იმ ღმერთზე ცუდი არ თქვაო. ბიჭო, ცუდი კი არა, ეს კაცი ეჭიდავა მთელი ღამე. იაკობი ეჭიდავა მთელი ღამე. რატო ეჭიდავები ღმერთს? რატო იაკობს არ მოკითხავ რომ ღმერთს როგორ ეჭიდავეო? ან რატო აბრაამს არ მოკითხავ? მითხარი? არა, თამარ ინასარიძე გეფარდი, ქართველებისთვისაც საშიშია, ებრაელებისთვისაც საშიშია, მე კიდე მაინტერესებს გერმანელებისთვისაც საშიში ვიქნები ალბათ. ვინ დამადებს კიდე ხელს, მაინტერესებს ძალიან. და აი ის ღმერთი ომებს რო აწარმოებს, ადამიანებს რო კლავს, რო ჭამს, ბავშვებს რომ აუპატიურებინებს ხალხს და ასე და უაზრობებს აკეთებს, ის ღმერთი არ არის საშიში. აი, თამარ ინასარიძე კი საშიშია, რატომ იცით? ლაივში გამოდის და ლაივში ლაპარაკობს ხმამაღლა. აი, როგორი საშიში ყოფილა თამარ ინასარიძე, ღმერთზე უფრო საშიში ყოფილა თამარ ინასარიძე. მაღიარეთ რომ საშიში ყოფილვარ, ღმერთზე უფრო საშიში ყოფილვარ. ხო და გეშინოდეთ აცი, თქვენი ღმერთი რას გიზავთ? რადგან იმ ღმერთს ჩემი ეშინია, დიახ, რადგან ღმერთზე უფრო საშიში ვარ, თქვენი პირიდან გამომდინარე. დიახ, აცი გეშინოდეთ, მე მაგმართან ისეთ მოლაპარაკებებს გავაკეთებ ახლა. თქვენ არ იცით რომ მე ღმერთების ენაზე ვლაპარაკო. ხო და ღმერთების ენაზე ისეთ მოლაპარაკებებს გავაკეთებ, აქამდე თუ თქვენ გიცავდით, ეხლა იცი რას ვეტყვი? მიდი რა, ეთი მაგათ აჩვენე სეირით ხო რა. აი ეგრე ვეტყვი ზუსტად რა. ეგრე უთხარი საპატრიარქოს წინაც და უთხარი როგორც მომექეცით ისე მოგექცნენ მეთქი და ღმერთმა არცაცია, არცაცხელა იმ წუთშივე იმოქმედა. თქვენ გონიათ დაიცადა? მაშინვე დაიწყო მოქმედება. ახლა მე ებრაელერზე ვეტყვი, ამ ებრაელერს მიმიხედე მეთქი რა. ესენი რომ მე შენ გამტყუნებ ამათ მამის წინაშე მეთქი, ვერ ხედავენ მეთქი, ვეტყვი და ადექი მეთქი და იცი რა უქენი? მაგარი გააპანღურე თქო და ის უქენი რაც აქამდე უშობოდი მეთქი რა. გააპანტულავე და გააცრუე მეთქი, ვეტყვი რა. აქამდე ხო ატარე მეთქი. 2000 წელი ხო ატარე მეთქი რომ იმის დაპირებით რომ მიწას მოგცე, მიწა ხო არ აღირსე მეთქი. ეხლა ის მიწა რაც აღირსე მეთქი, ისიც თავზე დაამხე მეთქი, ვეტყვი რა მაგ ღმერთს რა. ღირსები იქნებით და იმიტომ მე ვერავინ ვერ მომკითხავთ რომ მე არ გიცავდით თქვენ. გიცავდით და ვერ დაინახეთ. თუ ვერ დაინახეთ, ბრმას თვალები უნდა აუხილო ასე თურმე. და მართალი ყოფილა ის ღმერთი. ხო, მართალია ის ღმერთი. თქვენ გონიათ მტყუანია თქვენ წინაშე? მართალია ის ღმერთი თქვენ წინაშე. ვერ მოკითხავთ ღმერთს. თქვენ რომ რატომ ესა და ეს უქენი ჩვენს მამასო? რატომ დაპირდი და არ შეიყვანე აღთქმულ მიწაზეო? რატომ არ მიეცი მიწაო? ვერ მოკითხავთ, იმიტომ რომ აგერ თქვენ ჩაიჯვით თქვენივე სიტყვით. შო, მორჩა. აი ეგრე წერტილი დაესვა ამ საკითხს რა. გამოვიდნენ აქ ღმერთის დამცველები. არ უყვართ სიმართლე კი? თამუნა, არც ქართველს არ უყვარს თურმე სიმართლე. არც ებრაელს, ნოეს მოდგმას არ უყვარს სიმართლე, ბიჭო. ნოეს რა გააკეთა ამ კაცმა ესეთი რომ არ უყვარს სიმართლე მაგის მოდგმას. არ უყვარს. რაც არ უნდა სიმართლე ელაპარაკო, ტყუილს არ ეუბნება ღმერთი ენოქს, როცა ეუბნება რომ უარესებს იზავენო, რადგინდა რომ გადარჩნენო. არაუშავს გადარჩენო, ენოქი ეუბნება. გადაარჩინეო კაცო, მაგასო მე ვითავებო. კარგიო, დაგიჯერებო, მაგასაც ღმერთი ეუბნება. ვინ არიან ესენი ბიჭო? ხო, აზე ხარ, ვინ არიანო? აგერ მანახებს ღმერთი, ვინ მოდგმა ყავს ნოეს. აჰა ენოქ, ხომ შევასრულე შენი დანაპირები რომ ჩემი წერილი იმას მიუვაო, ვინც ჩემიანი იქნებაო და ვინც გაიგებსო ამ წერილში რა წერიაო. ხო და ხომ მოიტანე ჩემამდე ეს წერილი ენოქ? ხო და ხო შეგისრულე ეს საკითხი?
ხო და ეხლა შენ იცი და შენ მაგმეთმა რომელ ღმერთმადან შენ დაგიხარ. მიდით ეხლა და ის გააკეთეთ, დაუშვით წერტილი იმას, რასაც დასასმელი ქონდა, აი მაშინ როცა წარღვნა მოხდა წერტილი რა. მაშინ ხო ქონდა წერტილი დასასმელი. რატო არ დაუჯერე ენოქ იმ ღმერთს? უარესებს გააკეთებენ და აგერ თვალხილულად ხედავთ, რომ უარესების გამკეთებლები არიან იმ თესლის მოდგმა, რომელ თესლსაც შენ იცავდი ენოქ. ხო და ენოქ შენ გესაუბრები რა. თუ გამოსაჩენი ხარ, გამოჩნდი რაღაც იმალები მაგის დედავატირე რა. მოდი და გამოჩნდი. ხო და რაც დაგუგირდი ის გააკეთე ბოლოს და ბოლოს რა. სადამდე უნდა იცადო და ელოდო, სანამ თლიანად არ თავის თავს და ჭმას არ დაუწყებენ. ბავშვებს ხო ჭამენ, კაცებს ხო ჭამენ, ადამიანებსაც ჭამენ, ძროხებს, ღორებს, ყველაფერს ჭამენ. ხო და რაღა გინდათ ბიჭო, მოდით და გადაარჩინეთ თუ რამე გადასარჩენია, რას ელოდებით? ნოეს მოდგმა, ანუ ენოქის მესამე თაობა თუ მეორე თაობა ენოქის მეთუშალა ყავდა, მეთუშალას იქ კიდე და მესამე თაობა ნოე. ენოქის მესამე თაობიდან უკვე იწყება არამზადების წარმომადგენლობა. იყოს გინდა ეს ქართველი, რაც გინდა ის დაერქვას, ეგვიპტელი ერქმევა ამას. ებრაელი ერქმევა, ქართველი ერქმევა, ებერი, ყებერი თუ ჯებერი არ მაინტერესებს, ყველანი ხართ ნოეს მოდგმა. არამზადები ხართ ყველანი რა. ყველანი არამზადები ხართ. ქართველიც, ებრაელიც, ყებერიც, ებერიც, ფუტიც და ასე შემდეგ. ვინც კი ჩამოთვლილია ნოეს შვილებში, სემის, ქამის და იაფეტის მოდგმა, ყველანი არამზადები ხართ რა. ეხლა რაღაც დამარხეთ, კაცმოძულეს? კაცმოძულე გამხადეთ, მიდი. კაცმოძულე ვიქნები მაშინ, როცა თქვენ გიცავდით, არ გინდოდათ. ხო და ახლა მე დავიწყო ღმერთს. ღმერთის მოყვარული გავხდით. იცით რა გამხადეთ? ღმერთის მოყვარული გამხადეთ უცბად. ამ არამზადა ერმა. ამ არამზადა საზოგადოებამ რა. არ ხართ ჯერ მზად ედემში შესასვლელად. არა. და იცი რა მითხრა ღმერთმა? აჰა თამარ იხილე შენი თვალით რომ არ არიან მზად ედემში შესასვლელადო. ხო და მე კიდე ღმერთს ვეუბნებოდი რომ შეიყვანე მეთქი ედემში. აგერ მანახა ღმერთმა თავისი თვალებით მანახა, ჩემი თვალებით. არ არიან მზად ესე არამზადებიო, არაო. მე კი არ მომდგება ღმერთი, თქვენ მოგდგებათ ღმერთი. მე ჩემ თავს კი არ ვიცავდი, თქვენ გიცავდით. არა, არ იყო ეგრე? აბა დამიმტკიცეთ თუ ეგრე არ იყო რა. მითხარით თუ ეგრე არ იყო. სადაც გინდა იქ ჩავიგდე ჩემი თავის საფრთხეში. თქვენს გამო, რომ ხმა მომეწყდებინა თქვენთვის, რომ აქ ხდება არამზადობა, იქ ხდება არამზადობა, იქ ხდება ამ წიგნშიც არამზადობა ხდება. მაგრამ არა, თქვენ გინდათ დამიმტკიცოთ, რომ ყველგან მზად არიან, მხოლოდ მე ვარ არამზადა, ხო? ეგრე იყოს თუ გინდათ. აი ესეც გამოჩნდება ვინ არის არამზადა. ხო გამოჩნდა უკვე აგერ დიდად აღმატებულ ქართველ საზოგადოებაში. ხო და ქართველს მე რო წააკეხავს ხვილს და რომ დადგება ყველა ჩემს მდგომარეობაში, მაშინ გაახსენდებათ თამარ ინასარიძე თურმე მართალი ყოფილა ის გოგო და მარტო ყვიროდაო. ხო, თქვენ ახლა ჯგუფ-ჯგუფებად დადექით და ის ამტკიცეთ, რასაც მე 4 წლის წინ გეუბნებოდით, რომ ხალხო მეთქი აქ არამზადობები ხდება. ეხლა თქვენი იყავით ჯგუფ-ჯგუფად ილაპარაკეთ თამარზე, რომ მართალი ყოფილა ისო. არა, თუ არ ხდება ეგრე ეხლა, უკვე რო ხდება, ხო, ჩუმჩუმად ოღონდ. აღიარების გეშინიათ და იმიტომ ხმამაღლათთვის გეშინიათ, რადგან თქვენივე მძღნერის ხმამაღლა გაჟღერების გეშინიათ, რადგან იწვევით თქვენივე სიმძღნერეში. აი გიორგი ხიზანი გამოჩა. აი გიორგი ხიზანის გამო დაიწყო ეს ლაივი. ჩემო კარგო ჯორჯიო, შენც ხომ დაეთანხმა გიორგი ხიზანს, ხო და ეხლა დადექით და ილაპარაკეთ ლაივების თქვენ ჩაწერეთ და ბიბლიის განხილვები, იმ სეფიროტისა და იმის განხილვები თქვენ ჩაწერეთ რა. მე რას მელოდებოდით ბიჭო? თქვენ არა გაქვთ პირები რომ გელაპარაკათ? ხო და სანამ მე დავიწყებდი ამაზე ლაპარაკს, თქვენ რატო არ დადექით და ხმამაღლა რატო არ ლაპარაკობდით? თუ ლაპარაკობდით და არ ვიცოდი მე.
აბა მას შორის გამომიგზავნეთ ლინკები და ლაივები, სადაც თქვენ საუბრობთ იმ წიგნებზე და წერილებზე, რომელიც წერილების და წიგნების თქვენ გაქვთ სახლში. მე რაც მაგ ეს ხმამაღლა გავაცხადე ჩემს მსმენელს და ადამიანებს განუცხადე ხმამაღლა, ადამიანებს ხმამაღლა განუცხადე ამ წერილების შესახებ. თქვენ რა წერილების გაქვთ, მარტო მაშინ გამაცდეთ, როცა მე დავიწყე ამაზე ლაპარაკი. მანამდე სად იყავით? გეძინათ? ხო და თუ გეძინათ, ახლა გამოფხიზდით. დაიწყეთ, ხმამაღლა საუბარი დაიწყეთ, ხმამაღლა კითხვა დაიწყეთ, არაუშავს ჯლუყუნით თუ ისე მაღალ მხატვრულ ენით. დაიწყეთ კითხვა, როგორც მე ვჯლუყუნებ, ისე დაიწყეთ, მერე გაგეწაფებათ ენა. ხო და მერე მომკითხეთ, რომ თამარ, მე რო ლაივები ჩაწერე, რატომ არ მოусმინე იმ ლაივებს? მერე მომკითხეთ, თამარ, როცა ვლაპარაკობ მე უკვე ამ საკითხებზე, შენ რაღაცომ ამბობ ამაზე მერე ცუც? არსად არ მინახავს შენი ლაივები ჩაწერილი, არც ჯორჯიო შენი და არც გიორგი ხიზან შენი. მართალი ქალი წვავს ელს და ნახავთ ამ ალს სამ არტ ალის ბნელებო. ხო, ეგრე მითხრეს მეც სიზმარში. მარტო იაკობს და აბრაამს კი არ ესიზმრებოდათ, კაცო, მეც მესხადებიან სიზმარში და მეც მესაუბრებიან, რომელიც მეუბნება, რომ ამას სოფლისა ბოროტებაზე და სიბნელეზე გაიმარჯვებს მხოლოდ ერთი, რომელსაც ქვია ალ-ლე. დიახ, მისი სისხლის მოდგმისა გაიმარჯვებსო, მეუბნებიან. აუცილებელი არ არის მხოლოდ იაკობის გამოცხადებებსა და სიზმრებს უსმინოთ. დღესაც აქვთ ადამიანებს გამოცხადებები, დღესაც გვაქვს ადამიანებს გამოცხადებები. დღესაც ვართ უმაღლესი სეპიროტები ამ დედამიწაზე დაყენებული. და თქვენ თუ ამის დანახვა არ გინდათ, მაშინ ნურც იმას მომთხოვთ, რომ იაკობის უმაღლესი სეპიროტობა ან აბრაამის უმაღლესი სეპიროტობა ვაღიარო. არავის არ ვაღიარებ, თუ არ მაღიარებს მანამდე მე და ჩემს სიზმრებსა და ჩემს ხილვებს. თუ შენ ჩემ ხილვებს არ აღიარებ, მე რანაირად ვაღიარო შენი მამის სადღაცა ჭღრ დროში გაჟღერებული სიზმრები? მათგან განსხვავებით, დღესაც არსებობენ ღმერთებად წოდებული მეუფეები. დღესაც დადიან და მჭადებს ითხოვენ, სუფრას ითხოვენ, სუფრის გააწყობას ითხოვენ, მომსახურებას ითხოვენ, როგორც ის ღმერთები და ის ანგელოზები მაშინ ითხოვდნენ. ხო, თორე არ შეხვდა ჩვენ იმ წიგში, რომ ანგელოზებმა ჩამოიარეს სოფელში და აგერ შეიპატიჟა იმან. თავისი შვილები რომ მერე იმ ხალხს შეტენა, რომ აგერ იმ შემშვილებს მოგცემთო, კაცი არ უნახავთო, ოღონდ ამ ანგელოზებს არ ახლოთ ხელი და შემშვილებს რაც გინდა ის უყავითო. გამწარებულ ხალხს კარზე რო უკაკუნებდა, რომ ეკაცები ვინ არიან რომ შემოვიდნენ შენთანო, იმათ ეუბნება შემშვილებს მოგცემთო ქალიშვილებსო, ოღონდ იმათ ხელი არ ახლოთო. და ჩვენ ეს უნდა ტაში დაუყრეთ, რა კარგი ბიჭი ყოფილა თურმე ეს ვიღაცა ჩემი ფეხი. რომელიც ანგელოზს იცავს და თავის შვილს წირავს. რა მაგარი ტიპია, უმაღლესი ცნობიერების სეფიროტია. ესე იგი ანგელოზები ჩვენი დასაცავი გახდნენ ქალების? თქვენი დედავატირემე ყველასი, ვინც ქალს ესე ექცევა, გინდა მამა და გინდა შვილი, ვინც გინდა ის. იმ მამისა და იმ შვილის დედავატირე, ვინც ანგელოზების გამო თავის საკუთარ შვილს გაიმეტებს. დიახ, მეუფეებად არიან დაყენებული ეგ ანგელოზები დღეს. მათ ქვიათ მეუფეები. ღმერთები არა და უფლები არა, მაგრამ მეუფეები ქვიათ და მათ ქვეშევდომებს, მღვდლებს ქვიათ ანგელოზები. როგორც მაშინ უფლების ქვეშევდომებს ანგელოზები ერქვათ. ისე ქვიათ დღეს მეუფეები და მღვდლები. და მაგათ მონებს კიდე ერქვათ და ქვიათ მონები. მონაზღვენები ქვიათ მათ, დიახ, ბერ მონაზღვენები.
მონად ზღვენები არიან ეგენი, ყველანი. და გამომიყვანეს ეგ ზედაპირულად იქნებ თქვენ განიხილავთ, თქვენ საკუთარ თავში ჩაიხედეთ, ბიჭო, ზედაპირულად თქვენ განიხილავთ, თუ განიხილავთ, კარგი იქნა თურმე იმ აბრაამა თუ ჩემმა ფეხმა, თავისი შვილები რომ შესთავაზა, ლოტმა, ლოთი ეგა. გამხეცებულ ხალხს თავისი ორი შვილი მიუგდო, იმათი რაც გინდათ ის უკენითო, ეს ანგელოზები მე მაღიარებენ, მე ვარ ვინც ვარო, ხო? სიღრმისეული განხილვა ეს არის, რასაც მე ვაკეთებ და არა ის თქვენ რომ მეუბნებით რაღაც წერილებზე, რომელიც თვალით არ მინახავს. ერთი ის უფალი მანახა, რომელი უფალიც ჩამოდის და აქ ადამიანებს ურევს twins. მაგ უფალს ჩემმა ღმერთმა იესო ქრისტემ რა უფნა, იცი? არა უშავს მეგობრებო, არამზადობაც რაღაც პროცესია. ვინც არამზადაა დღეს, მზად იქნება მალე, რომ გაიგოს რა არის სიმართლე. და ის ღმერთი, რომელიც ჩემმა ქრისტემ, იესო ქრისტემ, ჩემმა წინამძღვარმა დაამარცხა, აი ის ღმერთი მე ვერაფერს ვერ მივიზავს რა. თითსაც ვერ დამადებს იესო ქრისტეს გარეშე რა. და იესო ქრისტემ ხო იცის მე რა გულითაც ვსაუბრობ. ხო და მერე ჩემი დამცველი ვინ გამოდის? ქრისტე თუ იზია ხო თავის ხალხს რო ჟლიტავს? ქრისტეა ჩემი დამცველი ხალხო, იესო. აგერ ხედავთ არც ებრაელები არ არიან ჩემი დამცველი, ასე რო იყო ქართველებში რო იყო, ხმა გავარდნილი რომ ებრაელები იცავენ მაგასო. აგერ ხედავთ, ებრაელებიც ვერ მიცავენ, ვერც ქართველები მიცავენ ებრაელებო. იმიტომ რომ ქართველებს გონიათ რომ მე ებრაელების ადამიანი ვარ და ებრაელებს გონიათ რომ მე ანტისემიტი ვარ. აბა ეხლა რა გამოდის, ვინ მიცავს მე? რემბო ვარ? არც წყვილწამლები არ მიცავს აქ და არც ჯადოქრობები რო იცოდეთ რა. მე ერთადერთი დამცველი ვყავს, იესო ქრისტე მეთქი გეუბნებით რა. და იმაზე უზენაესი არ არსებობს, არც ამ მიწაზე და არც არსად. უზენაესი იმაზე უფრო აღმატებული იესოზე არ არსებობს არც ერთ სივრცეში. ამიტომ მოეშვით მაგ ეჭვიანობას, არც ანტისემიტი ვარ და არც ანტიქართველი ვარ. მე ვარ სიმართლის მთქმელი მეთქი, გესმით? და თუ ეს სიმართლე არ გინდათ რომ გაიგოთ და თუ ეს სიმართლე გინდათ რომ ტყუილად მომყიდოთ და ტყუილად გაასაღოთ, მოგკითხავთ ის ღმერთი, რომელიც გაასამართლებს ყველას მეთქი, გეუბნებით რა. ეს არის იესო ქრისტე. კაბალაში, იცი რა, მე კაბალა ჯერ არ წამიკითხავს, რა გიორგი ხარ თუ ვინც ხარ, მოიცა? გიორგი ხიზანი ამბობს, აბრაამთან მისული 3 კაცი თუ სოდომში გაგზავნილი ანგელოზები არიან, არა თავად შემოქმედი, არამედ მისი დესპანები. კაბალაში ამას ვეძახით სამოსელს, რაც უფრო დაბალი მოდის სინათლე, მით უფრო მკაცრი და მატერიალური ხდება მისი ფორმა. 3 არა, აქ წერია 2 კაცი მივიდა, 2 ანგელოზი შემოვიდა სოფელშიო თუ იმ ქალაქადო. მე არ ვიცი კაბალაში რა წერია რა. არა ვარ კაბალისტი. არც რაიმე სექტის წარმომადგენელი ვარ და არც არაფერი არ ვიცი, კაცო, მე ვიცი ის, რასაც ვკითხულობ. აგერ წერია მეთქი, გეუბნებით რა. თუ ვინმეს პრობლემა გაგაჩნია და ამ წიგს ვინც გამოსცემს, იმას მიადეგით. აგერ რა წერია, იმას განვიხილავ. მე ძალიან ხმამაღლა რა. განვიხილავ. არც დავცინი და არც მხარხარებ, განვიხილავ და ზოგჯერ მეცინება ხოლმე, მაქვს მაგის უფლება. იმიტომ რომ თუ სასაცილო რამე წერია, გაცინების უფლება მაქვს. და თუ საშინელება წერია, იმის უფლებაც მაქვს, რომ ვამხილო. გესმით ხო? კაბალაში რა წერია არ ვიცი და არც მაინტერესებს, კი, მაინტერესებს. ოღონდ არ მაქვს ეხლა მაგის დრო. ეხლა ჯერ ამას გავაკეთებ და მერე კაბალასაც გავიცნობ. კარგი?
მერე ჰინდუისაც გავიცნობ, აგერ მაქვს ბჰაგავად გიტა მიდევ სახში. არა მაქვს მაგის რო დავიწყე ამით. ნახე, ჯერ ახალი აღთქმით დავიწყე. მერე ამას მივადექით ძველ აღთქმას. მერე თუ გინდა კაბალაზე გადავალ. მერე ბჰაგავად გიტაზეც გადავალ და თუ გინდა ყველა სახის რელიგიას წარმოვიდგენ და განვიხილავ და ყველას ვამხელ. არავის წარმომადგენელი მე არა ვარ. მე ვარ ქრისტეს, იესო ქრისტეს წარმომადგენელი მეთქი, გეუბნებით რა. და თუ პრობლემა გაქვთ ამაზე, ხო? თქვენი პრობლემაა, ხალხო. სიცილის გარეშე მრუშობა გარეშე წაკითხვა შეუძლებელია იხილე მრუშობა და იმხელა მრუშობა და საზისროებები წერიაო. ალბათ კი არა ეგრია სოფო. ეგრია, აბა მე აშკარად რო არ გავიცინო გეუბნებით ღამით კოშმარები მესიზმრება მეთქი უკვე თქო რა. ისეთი რაღაცები მესიზმრება რომ წარმოიდგინე რომ სიზმრაში მესიზმრება უკვე 3 ქმარი მყავს. რატო ოქამდე არ მესიზმრებოდა, რატო მესიზმრება ეხლა ამ წიგნის კითხვა რო დავიწყე 3 ქმარი რომ მყავს, ეს მაინტერესებს რა. ესე იგი გავლენა ხო ამას? და რისი გავლენა? კარგის არა, ცუდის გავლენა. რატო? იმიტომ რომ გავიხედეთ აბრაამს 2 ცოლი ყავს, ისიც დები. გავიხედეთ ისააკს 5 ცოლი ყავს, გავიხედეთ იმას ხარჭები და ისინი ყავს. ბიჭო, გადავირიე ახლა ალბათ რა, ჩემი შინაგანი გადაირე ეს რა ხდება აქ? წმინდა წერილი სადაც ვკითხულობ მხოლოდ მრუშობას, სიცრუეს და რაღაც საშინელებებს, ხო? დიდი ზეგავლენა აქვს მაგ სიბილწისო. კი, ეგრია. ეგრია. ვისაც მასონობა გელანდებათ, გირჩევნიათ ტექსტის სიღრმეების ჩაუკვირდეთ. აბრაამთან მისული ანგელოზები თუ სოდომის ისტორია, ეს არის დაბალი ემანციის მალხუტის დონის მოქმედება მატერიალურ სამყაროში, როცა სინათლე ასე დაბლად ჩამოდის, ის იღებს მკაცრ ფორმებს, რადგან ჩვენი რეალობა სავსეა კლიპოტებით, ბოროტების გარსებით. კაბალისტი იმიტომ საუბრობს სრთულად, რომ ის ხედავს სისტემას და არა უბრალოდ ზღაპარს. წაიკითხეთ ეგზეგეტიკა, სანამ იარლიყებს დაარიგებთ. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ იარლიყებს არსად არ ვარიგებთ, შემოკარგო გიორგი რა. თქვენგან განსხვავებით, მე არ მოგიწოდებთ, რომ წაიკითხეთ ხო ეს წიგნი რა. მე ვკითხულობ და განვიხილავ ისე როგორც მესმის. თქვენ მომიწოდებთ, რომ მე წავიკითხო ეს, ეს არ წავიკითხო ეხლა, რასაც კითხულობ. და აი ისინი წავიკითხო, რასაც თქვენ მეუბნებით. ეგ არის უკვე მანიპულირება. იცი რატო? შენ არ იღებ იმას, მე რასაც ვაკეთებ, ისე როგორც ვაკეთებ. შენ მისწორებ. აი ესე კი არ გააკეთო, ისე გააკეთე. ეგ რა არის მანიპულირება არ არის, ჩემო კარგო გიორგი? ეხლა მე რო შენ გითხრა, შენ რომ მეუბნები მაგას რომ აქ წიგნები წაიკითხეო, დადე ეგ წიგნები და ეს წაიკითხე ჯერ თქო რო გითხრა. გაქვს წაკითხული ეს? ეს წიგნი წაკითხული გაქვს? იმ წიგნების გარეშე ეს წიგნი წაკითხული გაქვს? მე რას ამბობ, რომ ეს წიგნი თავისთავად სანამ იმ წიგნებს წაიკითხავ, კარგ რაღაცებს გითხრავს? თუ ეგრე ამბობ, მაშინ ტყული. გეუბნები რომ ტყული. დიახ. დათო გამოხდა ეხლა გონიაშვილი. ეგ იმიტომ მოგდის, რომ არ იცი რას კითხულობ და არასწორ მდგომარეობას იყენებ. დათო ჩემო კარგო, ესე იგი რას სურთ ამ წიგნის მოყიდვით ჩვენზე? ჩავაგდონ უცოდინრობაში და განსაცდელებში. ხო ესია? ხო და ტრაქში შეიკვეტონ ეს წიგნი მეთქი იმ ხალხმა, ვისი ლოცვა კუთხვით არის გამოცემული. ხალხო, გაიგეთ რას გვეუბნებიან? ეს წიგნიო, იმიტომ გაგდებთ განსაცდელებში, რომ არ იცით რას კითხულობთო. ხო და ტრაქში შეუკვეტოთ მეთქი ეს წიგნი უკან თქო, ვინც მოგყიდათ თქო. გაიგეთ იმათ? ქართველებო, აბა ამოიღეთ, ხო ხედავ დაგოსიენ ისინი. კაბალისტები, სემიტები, ყველანი დაგოსინენ და გვეუბნებენ ეს წიგნი არ წაიკითხოთ, საშინელება არისო. ხო და მიუგდოთ, კაცო, აგერ ფეჩია მეთქი და შევცვალოთ რა. თქვენ გონია დამენანება 35 ლარი მიოცი, მეტი კი არა. ხო და შევაგდე ბაგერ ცეცხლში.
სტუმრები მყავს, მე არ დამისრულებიაო. ჯორჯიო, მე გირჩევდი, რომ მე სტუმრიანობა გაისტუმრო და მე ამ ლაივს მოусმინო. და თუ კიდე კითხვები გაგისცე, კიდე ჩავერთოთ ლაივში. მაშინ რატომ ხდებიან თუ არ უნდა წავიკითხოთ სერვანტში გამოვიდოთ. აი გეუბნები რა, ეხლა ამ აქციით პირდაპირ ამხილეს იმ სემიტებმა, რომ ეს წიგნი არ წაიკითხოთ საშიშიაო რა. და გეუბნებით რა, არ წაიკითხოთ ეს წიგნი არ წაიკითხოთ საშიშია. გვეუბნებიან, გვაფრთხილებენ სემიტები, კაბალისტები და დანარჩენი წარმომადგენლები, ვინც ამ წიგნებზე, აი ამ ძველ აღთქმაზე პასუხისმგებელია. ამბობენ, რომ ეს არის არასწორად ნათარგმნი, დაბალ დონეზე დაწერილი და არ წაიკითხოთ, იმიტომ რომ შეიძლება განსაცდელში ჩაგაგდოთო. ჩვენ გვთავაზობენ ისინი სხვა წიგნებს, მაგალითად, როგორიც არის სეფიროტიო თუ სეფი რაღაცეები, რომ ჩამოთვალეს, გვთავაზობენ, ვიყიდოთ ის წიგნები მაშინ. ის წიგნები ვიყიდოთ და იმ წიგნების მიხედვით განვიხილოთ. ეს მეგობრებო, როგორც ჩანს, ილიამ მეორემ შემოგვტენა, იმიტომ რომ გამოემუშავებინა დიდი თანხა. აი ესე. ესე ვიტყოდი ახლა მე რა. ეხლა ადექით და მღვდლებო, თუ ეს მართალია, მაშინ დაეტაკეთ იმ ხალხს, ახლა ვინც მელაპარაკება, დაეტაკეთ და უთხარით, რომ ეგ-ეგრე არ არისო. ხო და მე რაც მომყიდეთ, ხო? აი იმაზე ბოდიში გადამიხადეთ. მღვდლებო, თქვენ გესაუბრებით რა. ილიამ მეორის ლოცვა-კურთხევით რო არის ეს წიგნი გამოსული. ბოდიში გადამიხადეთ, რომ ესეთი ნაგავი მომყიდეთ თურმე რა. აგერ გამოსკდა ეს ამბავი, იმას მერე რაც კითხვა დავიწყე ამ ჩმორული წიგნის თურმე, ამ შნირული წიგნის კითხვა რო დავიწყე, გამოსკდა ეს ამბავი თურმე, სემიტებმა გვამცნობეს. არ წაიკითხოთ ეგ წიგნის საშინელებაო. ჯორჯიო, მე შენ გეკითხები ახლა, ენოქის წიგნი, კარგია? წავიკითხოთ ეს წიგნი? გეკითხები აბა, რას გვიტყვი? შენ ხო თქვი რომ მე წაკითხული მაქვს ენოქის წიგნიო. ენოქის წიგნი რაც წავიკითხე, ხო? მას მერე მივხვდი რომ სიდებილეში გვამყოფებენ აი ამ წიგნის დამწერლები. ამ წიგნის დამწერლები სიდებილეში გვამყოფებენ. ეხლა მითხარი, მაძლევ თუ არა იმის რეკომენდაციას რომ ენოქის წიგნი წავიკითხო? ჯორჯიო და გიორგი. გეკითხებით. თუ წაკითხული საერთოდ ქართულ ენაზე. ჩემი ნათარგმნია რო იცოდეთ გერმანული ენიდან. ხო, ეხლა რაც შეეხება დანარჩენებს, ხო? ადექით და რაც გინდა ის გიქნიოს რა. მალე მოვა კი არა და მოსულია ღმერთი და იცით რას გიზავთ? იცით რას გიზავთ თქვენ არამზადებო თქვენა? ყველას, დათოს, გიორგის, ჯორჯიოს თუ ყველას, ვინც აი აქ მისმენთ. სულ ერთია ვინები ხართ, კაცო. თქვენ იცი რას გიზავთ? აი დედასმიცა ვარ თქვენ პირზე თუ არ დაგადგეთ და ენები თუ არ დაგაწყვიტოთ, ღმერთმა რომ რატო უწოდეთ თამას ანტისემიტიო რა. არ გაქვთ მაგის უფლება რომ მე ანტისემიტი მიწოდოთ, იმიტომ რომ არ ვარ მე ანტისემიტი. მე ღმერთის წინაშეც კი ებრაელებს ვიცავდი, თქვენ კიდევ ვერ დაინახეთ ბრმა მოდგმაო. მე ღმერთის წინაშეც კი ქართველებს ვიცავდი, თქვენ ვერ დაინახეთ ბრმა მოდგმაო. ბრმები ხართ ყველანი და იმიტომ ვინც ჩემი სინათლე ვერ დაინახა და მთხოვს რომ ღმერთის სიბეცეში ორივე მხარე დავინახო. თქვენ კი ჩემში მხოლოდ ერთს ხედავთ. თქვენივე ენამ გამხილათ და თქვენივე გადაფურთხებული ახლა თვითონვე ალოკეთ ჯორჯიოს ენით ვილაპარაკებაც. წავედი ახლა გაკოცეთ, რა ვიცი, რაღა გაკოცეთ, თქვენივე თავს მოგვარეთ თქვენ თვითონვე, აწი ღმერთი მოგივლით ყველას რა, ებრაელებსაც, ქართველებსაც, გერმანელებსაც, არაბებსაც, ინდოელებსაც და ჩინელებსაც.